მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმ ხალხს, ვინც 10 ივლისის ვებინარს დაესწრო. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ჩვენ გვესწრებოდა 350-მდე ადამიანი. გაიყიდა უკვე რამდენიმე ადგილი ჩვენს კურსზეც. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი ნაწილის ჩაწერა ვერ შევძელით ტექნიკური ხარვეზის გამო, დღეს გთავაზობთ სრულიად ახლიდან ჩაწერილ სესიას, რომლის ფარგლებში ჩვენ გავივლით ზუსტად იმ თემებს, რომელიც გავიარეთ 10 ივლისს, თუმცა ბევრად უფრო დეტალურად, ბევრად უფრო სიღრმისეულად ჩავშლი რაღაც ტოპიკებს და ასევე შემოგთავაზებთ live demos. აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს ვებინარი წარმოდგენილი არის ჩვენი სექტემბრის კურსის პატარა მოდულად. ანუ ჩვენ სექტემბერში გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრამა, კარიერის აქსელერაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში ჩვენ გავივლით ისეთ თემებს, როგორ უნდა გამოჩნდეს თქვენი საქმე კომპანიაში, როგორ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ხელფასზე, როგორ უნდა მიუდგეთ ძალიან სერიოზულად კარიერას, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ და გავზარდოთ თქვენი შემოსავალი. ეს იქნება ყველა იმ ტექ პროფესიონალისთვის, ვინც რეალურად მზად არის ჩაერთოს და გადადგას რეალურად უკვე ნაბიჯები, რომელიც ძალიან მიაახლოვებს მათ თავის პრაიმთან. ეს შევაფასოთ ეს. სექტემბრის კურსი იქნება ძალიან საინტერესო როგორც დამწყებებისთვის, ისე სინიორ ინჟინერებისთვის და სინიორ ხალხისთვის, ვინც ტექ სფეროში არის. დღევანდელი ვებინარი ბევრად უფრო სიღრმისეულად და ბევრად უფრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი სექტემბრის კურსშიც, თუმცა ჩვენ გვინდა რომ უფასოდ ეს მასალები შემოგთავაზოთ დღეს და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა რომ დააკვირდეთ რას გთავაზობთ უფასოდ და წარმოიდგინოთ რას შემოგთავაზებთ სექტემბერში ჩვენს პრემიუმ კურსში. მოკლედ გადავიდეთ უკვე პრეზენტაციაზე. აქ არის მოყვანილი ძალიან კარგი ციტატა საიმონ სინეკის, სადაც წერია რომ if we were good at everything, we would have no need for each other. მორალი და შინაარსი ამ წინადადების არის იმაში, რომ ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. არა მხოლოდ მე და თქვენ, არამედ ჯამურად ყველას ერთმანეთი გვჭირდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები არის და პრინციპში შეგიძლიათ ამაზე დაფიქრდეთ. კარგი, დავიწყოთ მოდი უკვე ჩვენი ვებინარი, რომლის თემაც არის how to land a job abroad. პირველ რიგში გავიაროთ აჯენდა. ესე იგი მოგიყვებით მე ჩემს შესახებ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ყოველთვის ძალიან ისე ვუდგებოდი მეც ონლაინ კურსებს, იმიტომ რომ არასდროს არ მეგონა რომ შეიძლება ვინმე ლექტორმა გასწავლოს ისეთი თემები, რომელიც თვითონ არ გაუკეთებია რეალურად ცხოვრებაში, რომლისთვისაც თვითონ არ მიუღწევია. აქედან გამომდინარე მოგიყვებით ჩემს შესახებ, რომ თქვენ შეგექმნათ წარმოდგენა ვინ ვარ და რას მივაღწიე ამ 11 წლის განმავლობაში ჩემს სფეროში. ასევე მოგიყვებით დღევანდელი მარკეტის შესახებ, რა სიტუაცია არის დღევანდელ ტექ მარკეტზე, რაღაც მითები და რეალობები. მოგიყვებით mindset-ზე, რომელიც ხშირად გვხვდება პრობლემური სახით ახალგაზრდებშიც, 30+ ხალხშიც და ასე შემდეგ. ვისაუბრებთ ჩვენ mindset-ზე და გადავალთ უკვე იმ თემებზე, რომელიც უშუალოდ სამსახურის პოვნის ტექნიკებს ეხება. ეს არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აქ შედის როგორ მუშაობს ATS-ი, ეს არის applicant tracking სისტემა, უბრალოდ ამ ვებინარის ფარგლებში მე ATS-ს დავუძახებ უფრო მარტივად ჟღერს. გავივლით რეალურ ტექნიკებს და სტრატეგიას, როგორ უნდა მივიღოთ რეზულტატი სამსახურის ძიების დროს. ასევე ვისაუბრებთ როგორ უნდა შექმნათ თქვენი job hunting team-ი, ანუ ისეთი team-ი, რომელიც რეალურად ეძებს სამსახურს თქვენთვის, ავტოპილოტს. და შემდეგ გავივლით პრემიუმ პროგრამის შესახებ ინფორმაციას. აქაც გვაქვს რაღაც სიურპრიზები და ასევე შეღავათები და პრინციპში მოკლედ ბოლომდე მოусმინეთ ამ ვებინარს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაცას შემოგთავაზებთ. კაი, დავიწყოთ. აქ არის წარმოდგენილი roadmap-ი წლების, რომელიც მე ამ კარიერაში დავყავი. ჩემი კარიერა იწყება 2014 წლიდან.
2014 წელს მე დავიწყე მუშაობა Lemon-დუში, რომელიც იყო ძალიან გარდამტეხი ჩემ ცხოვრებაში და დავიწყე მუშაობა როგორც iOS-ის სტაჟიორი. ამ სლაიდზე მოცემული არის დიდი ბალკები, ანუ რაღაც major event-ები, რომელიც ჩემ ცხოვრებაში იყო. აქედან გამომდინარე, ყველა წელი არ გვაქვს ჩაშლილი. 2014 წელს დავიწყე პირველად მუშაობა, 2017 წელს შევუერთდი Space Neobank-ს როგორც senior iOS developer-ი. სადაც ვიყავით ამ პერიოდში 11 ადამიანი. Space-ი დღეს არის წარმოდგენილი როგორც TBC UZI, უზბეკეთში და არის ძალიან დიდი კომპანია. 2018 წელს Space-თან ერთად პარალელურად დავიწყე Upwork-ზე რაღაც პროექტების აღება და დაახლოებით 8 თვეში გავაკეთე $100,000. ამ $100,000 რა თქმა უნდა აკლდება საშემოსავლო და ასე შემდეგ, თუმცა $100,000 იყო revenue, რაც საკმაოდ დიდი თანხა არის. 2021 წელს პარალელურად დავიწყე მუშაობა ამერიკულ სტარტაპში, რომელიც თავის სფეროში არის ნომერ პირველი, რომელმაც 2025 წელს, მაშინ როცა მეც იქ ვიყავი, მოიგო Apple-ის Design Award-ი. და მოკლედ ყავს 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი. 2023 და 24 წელი გავაერთიანე, იმიტომ რომ სლაიდზეც აღარ დაეტევოდა ამდენი ინფორმაცია. მოკლედ 2023 წელს შევუერთდი Tegeta Holdings როგორც ტექნოლოგიური დირექტორი. 2023 წელს, უკვე 24 რო იწყებოდა, გავხდი Forbes-ის 30 under 30-ის გამარჯვებული. დაახლოებით ესე გამოიყურება ეს პრიზი. ეს არის 2024 წლის. და ასევე 2024 წელს შევუერთდი Massachusetts-ის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს, სადაც ჩავირიცხე და ვსწავლობ Executive CTO-ს პროგრამაზე. ეს CTO-ს პროგრამა არის რეალურად მოქმედი CTO-ებისთვის, ანუ ტექნოლოგიური ლიდერებისთვის, დირექტორებისთვის, tech lead-ებისთვის, რომელიც მოქმედები არიან თავის სფეროში. ჩემი ჯგუფელები არიან Bridgestone-ის CTO, არიან SAP-დან, არიან Fintech-დან, Aramco-დან და მოკლედ ძალიან დიდი კომპანიებიდან. აქ არის QR კოდი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ YouTube-ზე გადახვიდეთ DevTherapy-ის ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელშიც მეც ვიყავი, რომელიც პრინციპში ძალიან კარგი გამოვიდა და ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ჩემ კარიერაზე, შეცდომებზე, ჩავარდნებზე, Prime-ზე და ასე შემდეგ. ამიტომ მეტს აღარ ვილაპარაკებ ახლა ჩემ კარიერაზე. პირდაპირ უკვე გადავალ იმ საქმეზე, რისთვისაც შევიკრიბეთ აქ. თუმცა მსმენელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით ის, რომ აი როგორ უნდა გელაპარაკოს შენ ლექტორი, ლექტორი, მენტორი არა აქვს მნიშვნელობა, რა ჩემ თავს უგულისხმობ აქ ფულის შოვნაზე და მილიონებზე, თუ მას ეს არ გაუკეთებია. შემდეგ სლაიდზე არის აი ზუსტად ეს მოცემული. ჩემი კარიერის მანძილზე დაახლოებით 11 წელი ავიღოთ. მე გამოვიმუშავე დაახლოებით $8 მილიონ-ზე მეტი. ამ 8 მილიონში 90% შედგება სრულად ტექნოლოგიური სფეროდან. ეს არის უცხოეთში გაფორმებული კონტრაქტები, part-time ჯობები, პარალელური ჯობები, პარალელური full-time ჯობები და ასე შემდეგ. რეალურად ჩვენ აი სექტემბრის კურსს რომ ვახსენებთ, იქ დავფარავთ ზუსტად ამ თემებს. როგორ გამოვიმუშავე მე $8 მილიონი, რა ტექნიკები გავაკეთე, რა ტექნიკები გამოვიყენე, რა იყო გარდამტეხი, რა იყო მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ. ანუ სექტემბრის კურსი რეალურად სრულად იქნება აი ამ თემებზე, პრაქტიკულ თემებზე, რომელიც მეორე დღიდანვე შეგიძლია უკვე გამოიყენო, ამოქმედო და დადო რეზულტატი. ჩვენ ვეძებთ ჩვენს კურსზე ისეთ ხალხს, ვინც მზად არის, გადადგას ეს ნაბიჯი, მზად არის ჩადოს შრომა და არ ელოდება მეორე დღეს რაღაც იახტის ყიდვას ან თვითმფრინავ private jet-ის ყიდვას. ეს გზა არის საკმაოდ ნელი, თუმცა 100%-იანად გამართლებული. მე მოგიყვებით ზუსტად იმ თემებს და იმ სტრატეგიებს, რომელსაც ვიყენებდი მე და იყენებენ დღესაც ჩემი მეგობრები. ეხლა კი უკვე დრო არის, გადავიდეთ რეალურად ჩვენი ვებინარის თემაზე.
მოკლედ 2025 წელს 24-შიც და 25-შიც პრინციპში ძალიან ბევრი რუმორი იყო, რომ ნუ აი სამსახურის პოვნა ძალიან რთულია, შემდეგ მეც ესე ვთვლიდი და ნუ ესე ვთვლი დღესაც, რომ სამსახურის პოვნა ტექ სფეროში მოღვაწე ხალხისთვის არის საკმაოდ რთული, თუმცა ჩვენ დაახლოებით 3 ადამიანი ვაკეთებდით, ნუ რამდენიმე კვირის განმავლობაში research ზუსტად ამ layoff-ების თემაზე, რომ გაგვეგო 2022-დან 25-მდე დაახლოებით რამდენი layoff-ი იყო. ეს ციფრები არის საკმაოდ მიახლოებითი, ეს არ არის ზუსტი ციფრები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ეხა ყველა კომპანია არ არეგისტრირებს ოფიციალურად ამ layoff-ების ინფორმაციას და ნუ დაკრძნობილი ვართ იმ კომპანიებზე, ვინც აფიქსირებს ამ ინფორმაციას. მოკლედ 2022 წელს იყო დაახლოებით 150 layoff-ი. 2023-ში იყო დაახლოებით 250-260,000 layoff-ი. 2024-ში იყო დაახლოებით 150,000 layoff-ი, ხოლო 2025-ში, სადაც გასული არის უკვე 2 კვარტალი და ნუ 2 კვარტალი კიდევ წინ არის, არის სადღაც, ნუ 100,000 ვთქვათ, 120,000, რამაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ტრენდი საბოლოო ჯამში ამ layoff-ების ნუ ნელ-ნელა იკლებს უკვე. რაც ყველასთვის ძალიან კარგი არის რა. ეხლა აგიხსნით რატო. პირველ რიგში ის ხალხი, ვინც დაალეიოფეს, მაგალითად ის 100,000 ადამიანი, ვინც 2025 წელს layoff-ში მოყვა. ეს ხალხი ავტომატურად ხდება ჩვენი კონკურენტი სამსახურის ძებნის პერიოდში. რაც ჩვენ არ გვაწყობს. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ეს სფერო ძალიან დიდი არის და შემდეგ სლაიდზე უკვე რეალურ სტატისტიკებზე ვისაუბრებ, ჯამში ტექ სფეროში რამდენი წარმომადგენელი არის. მაინც არის იმის შესაძლებლობა, რომ ვიშოვოთ ძალიან მაღალანაზღაურებადი ჯობები. ძალიან მაღალანაზღაურებადი ჯობებში მე არ გულისხმობ, აი თქვენ მოდი პრინციპში ახლა ვისაუბროთ სინიორებზე, სინიორ ლეველზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ 6,000, 8,000 და 10,000 დოლარიან სამსახურებზე. ჩვენ ვსაუბრობთ უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურებზე, ჩვენ ვსაუბრობთ თუნდაც 10,000 დოლარიან სამსახურზე, მოკლედ რამდენიმე ცალზე. მოკლედ ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად წამოვიღოთ ფული უცხოური ბაზრებიდან. აქედან გამომდინარე გავამახვილებ ყურადღებას რეალურ ფაქტებზე, ანუ unemployment-ი დღეს ისტორიულად ტექში მაინც ძალიან მძვინვარებს, ანუ ძალიან ბევრს მაინც ტექში არ აქვს სამსახური და გამოწვეული არის layoff-ებისგან, თუმცა ის ნარატივი, რომ ტექში სამსახურები აღარ იშოვება და AI ჩაგვანაცვლებს და ასე შემდეგ, ნუ ეს ჯერჯერობით აცდენილია რეალობას. ძალიან პოპულარული გახდა generative AI tooling-ები, პლატფორმები, cyber defense როლები და ესეთი როლები, რომელიც ნუ აი ძალიან ახლოს არის იმასთან, რა ქვია, AI-სთან. ესენი ძალიან პოპულარული გახდა ეხლა და ამ როლების hype არის. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც .NET developers ან iOS, Android developers ან full stacks ძალიან დააკლდა შანსები და ვერ განვითარდება. არა, ეს არის ტყუილი. უბრალოდ ეს როლები, აი generative AI, არც ML-ის ხალხი და ასე შემდეგ, ნუ ეხლა ეს როლები დაჰაიპებული არის. იყო დრო, როდესაც mobile იყო დაჰაიპებული, მერე ჩამოიწია ოდნავ ამან. ეხლა მაგალითად, ნუ აი AI-სთან გახსოვთ ადრე იყო blockchain-ი, web3 ასე შემდეგ, მოკლედ ამეებზე იყო hype. hype არის ყოველთვის რაღაცაზე, თუმცა მე ჩვენ ვხედავთ რეალურად ვარდნას, დასტაბილურებას და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ნუ შეგაშინებთ, დიდად ნუაყვებით hype-ს, ნუაყვებით hype-ს სამსახურის ძებნის გამო. თუ თქვენ რეალურად ეს გაინტერესებს, კი ბატონო, ნებისმიერ სფეროში უნდა ჭალებში გაიდგათ რაღაც საცეცები. დღეის მდგომარეობით რა პრობლემას ვაწყდებით? გვაქვს ძალიან ნელი და სუსტი pipeline-ები ხალხის აყვანის დროს და შესაბამისად თქვენს დამსწრეები ვინც ხართ აქ, დიდი ალბათობით წააწყდებოდით ამას, რომ აი LinkedIn-ზე შეიძლება გაგზავნილი გაქვთ რაღაც 50 კომპანიასთან თქვენ job application-ი, მაგრამ არავინ დღეს არ გირეკავთ და ან დაგარეჯექტეს და ასე შემდეგ.
საკმაოდ რთული არის, სტრესული არის, როცა აგზავნი ამდენ სივს, აგზავნი შრომაზდებ, დროსდებ ამ ყველაფერში და რეჯექტები მოდის. და რეჯექტები მოდის არა გასაუბრების ეტაპზე, არამედ ეს რეჯექტები მოდის საერთოდ არ გიბარებენ. მეც ყოფილ ვარ ამ მომენტში, სავსებით ბუნებრივი არის ეს და რატომ ხდება ამ ყველაფერს ახლა ავხსნით რა და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ყურადღებით მოусმინოთ ამ დეტალებს, იმიტომ რომ ამ ვებინარის შემდეგ თქვენ უკვე შეძლებთ რეალურად დაიწყოთ სწორი სტრატეგიით ჯობების პოვნა. კარგი, გადავიდეთ ახლა რეალურ ფაქტებზე. ეს არის აქ არის მოცემული 2025 წლის მონაცემები. 2025 წლის მონაცემით tech sphero-ში, რომელშიც ვაერთიანებ ახლა მე როგორც developer-ებს, tech lead-ებს, architect-ებს, scrum master-ებს, agile coach-ებს, product owner-ებს და ასე შემდეგ, UI UX ისინი შევიყვანთ დიზაინერები, მოკლედ აქ ვაერთიანებ ყველას, ვინც დაკავშირებული არის tech-თან. სტატისტიკის მიხედვით დაახლოებით 2025 წელს დაახლოებით 30 მილიონი პროფესიონალი გვყავს. 30 მილიონი ადამიანი მოღვაწეობს tech sphero-ში. ამ 30-დან unemployed არის დაახლოებით 5-დან 7%-მდე. 30 მილიონის, მოდი ვთქვათ, 7%, რაც არის საკმაოდ დიდი ციფრი. დღეს არის დაუსაქმებელი, შესაბამისად ეს ხალხი ეძებს სამსახურს უცხოეთში. ძალიან ნაკლებად არის სავარაუდო, რომ უცხოელები ეძებდნენ საქართველოში. ესეთი ფაქტებიც არის, თუმცა ჩვენ გლობალურ ბაზარზე ვილაპარაკოთ ახლა მხოლოდ. აქედან გამომდინარე რა გამოდის, რამდენიმე მილიონი ადამიანი, აი ამ 30-ის 7%, თქვენთან ერთად ახლა ეძებს სამსახურს. აქედან გამომდინარე ეს რამდენიმე მილიონი ადამიანი არის თქვენი კონკურენტი. საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ job post-ებს, აი რაღაც X კომპანიამ პირობითად დაწერა რომ ეძებს full stack developers. ამ full stack პოზიციაზე შეიძლება 1 საათში ან არ ვიცი 10 საათში გააგზავნოს 800 ადამიანმა თავისი აპლიკაცია. რაც სავსებით არარეალურს ხდის უკვე, იმას რა ქვია. Რომ თქვენ ვინმე დაგირეკავთ ან გადაარჩევენ სივს და ამდენ 500 ადამიანში ამოგარჩევენ მაინც და მაინც თქვენ რომ დაგიბარონ შემდეგ ეტაპს. ეს მომენტი არის ძალიან რთული და ამ ვებინარზე ჩვენ დავფარავთ როგორ უნდა გამოჩნდეთ იქ და როგორ უნდა იყოთ სულ ტოპ კანდიდატებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მარცხნივ რომელ ციფრსაც ხედავთ აქ, ეს არის 1,700,000. ეს არის დღის მდგომარეობით ღია ვაკანსიები tech sphero-ში. 1,700,000 1 და 7 მილიონი მოკლედ ესე ვთქვათ, დღემდე არის ღია. 1,7 მილიონ ჯობზე ეძებენ ხალხს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიტყვით რა, რომ ჯობები არ არის, ძალიან რთულია, არავის არ ვჭირდებით და ასე შემდეგ. არა, პრობლემა არის იმ სისტემაში, რომელსაც ვიყენებთ ჩვენ. ამ შემთხვევაში, რომელსაც იყენებთ თქვენ, მაგრამ ამ ვებინარის მერე აღარ გამოიყენებთ და გექნებათ სწორი სისტემა. გადავიდეთ. პირველ რიგში, mindset-ს ეხება უკვე ეს რა, the mindset shift you need to make. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. Mindset-ი, რომელიც ნებისმიერს შეიძლება გადაერთოს ეს mindset-ი და იყოს ესეთ მდგომარეობაში. წარმოიდგინეთ რა, რომ ხართ თქვენ პროფესიონალი უკვე, არ ვიცი, შეიძლება 5 წელია ხართ ამ სფეროში, შეიძლება ხართ 10 წელი არა აქვს მოკლედ მნიშვნელობა, თქვენ ხართ კომფორტულად, სადაც ხართ, ხელფასიც პრინციპში საკმაოდ კარგი გაქვთ, გრძნობები გაქვთ, რომ უფრო მეცაც იმსახურებთ, მაგრამ პრინციპში ჯერჯერობით მატებას არ ელოდებით, გაქვთ ერთი სამსახური, ჩვენ ხა ვსაუბრობთ tech ხალხზე ძირითადად, გაქვთ ერთი სამსახური, სტაბილურად გრძნობთ თავს, გაქვთ არ ვიცი დაზღვევა და ასე შემდეგ. ზუსტად ესეთი ადამიანი ავიღოთ მარჯვენა მხარეს, average earner-ში. და დავარქვათ რაღაც average engineer-ი ამას.
ადამიანი, რომელიც კმაყოფილია იმ დღევანდელობით, რომელიც აქვს. და მეორე მხარეს ავიღოთ ადამიანი, ზუსტად იგივე skill set-ის მატარებელი ადამიანი, ანუ ზუსტად იგივე ადამიანი, უბრალოდ სხვა mindset-ით, მოდი ესე ვთქვათ რა. რომელიც არ ეგუება იმას, რომ აი ის სადაც ეხლა არის იმ კომპანიაში, ეს არის ოკეი და ეს უნდა მიიღოს მოცემულობად. არავითარ შემთხვევაში აქ არ გაიგოთ, რომ მე მოწოდებას ვაკეთებ, რომ თქვენ რაღაც კომპანიები უნდა შეიცვალოთ. არა. სწორად გამიგეთ რა, მე ვაკეთებ საუბარს და აქცენტს mindset-ზე. იმ mindset-ზე, რომელიც ყველა პროფესიონალს უნდა კონდეს, თუ უნდათ რომ თავის prime-ს ძალიან მალე მიუახლოვდნენ და კონდეთ ის შემოსავალი, რომელიც რეალურად ეკუთვნით. კიდე ერთხელ, ჩვენ სექტემბრის კურსზე ძალიან ბევრს ვილაპარაკებთ ამ mindset-ზე და იმ shift-ზე, რომელიც თქვენ უნდა გააკეთოთ. თუმცა არავის არ ეგონოს, რომ აქ რაღაც სქემას გეტყვით, რომ აი გააკეთეთ ეს 5 რაღაც და თქვენ გახდებით მდიდარი. არა. აი ზუსტად ეხა აქ განვიხილოთ ესეთი მაგალითი რა. ავიღოთ ერთი და იგივე პროფესიის, მაგალითად iOS დეველოპერი, რომელსაც აქვს განსხვავებული mindset. ესე იგი same profession, different game. მარცხნივ არის ადამიანი, რომელიც საბოლოო ჯამში შოულობს ბევრად მეტს, ვიდრე აი ეს average engineer. ჯერ დავფაროთ average engineer, რომელიც აქ არის ფაქტები მოყვანილი. ეს ყველაფერი და საერთოდ ეს სლაიდები რაც გაკეთებული არის ძალიან ბევრი და დიდი და ხანგრძლივი კვლევების რეზულტატი. თქვენ რასაც ამ სლაიდებზე ნახავთ, ეს არის ფაქტები. ეს არ არის გამოგონილი ინფორმაცია, ეს არის ფაქტები. პირველ რიგში შეგიძლიათ აქ დააპაუზოთ, კარგად წაიკითხოთ რა წერია, მე ზედაპირულად მოვყვები ახლა. მოკლედ ერთი და იგივე ადამიანი განსხვავებული mindset-ებით. ადამიანი, რომელიც მოდი ვთქვათ, რომ აი ეს რაღაც 5 წელი მუშაობს, იცვლის სამსახურებს 3 წელიწადში, 1 წელიწადში ერთხელ, აქვს სტაბილური შემოსავალი, ასე შემდეგ. განვიხილოთ ესეთი ადამიანი. Average პროფესიონალი გამოიყურება ეს. იწყებს სამსახურის პოვნას, როცა შეეჯახება რაღაც პრობლემას. შეეჯახება ხელფასის პრობლემას, არ მოეწონება მენეჯერი, იქნება კომპანიაში ტოქსიკური გარემო, თუ ასე შემდეგ. ესეთი ადამიანები ძირითადად დამოკიდებული ხდებიან კომპანიას, დამოკიდებული ხდებიან იმ მატებებზე, რომელსაც ეს კომპანია თავაზობს. ანუ რა გამოდის, ჩვენ ვიცით, რომ კომპანიებში საკმაოდ კარგ წლიურ მატებად ითვლება რაღაც 3-დან 15%-მდე მაქსიმუმ, ზოგან 3-დან 10%-მდე, ზოგან საერთოდ არ ხდება ეს მატება. თქვენ ხდებით დამოკიდებული თქვენს დამსაქმებელზე, თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია ახალი ჯობ ტრენდების შესახებ, იმიტომ რომ არ ეძებთ ჯობებს, რა კომფორტულად ხართ, სადაც ხართ. და ფაქტიურად ხელფასზე, კომპანიაზე და იმ გარემოზე და ჩარჩოზე ხდებით ჩამოკიდებული, სადაც ხართ. ეს არც კარგია, არც ცუდი არის, ეს არის აი სადღაც საშუალო რა. თუმცა ეხლა განვიხილოთ იგივე ადამიანი, რომელსაც ცოტა სხვა mindset-ი აქვს რა. ეს ადამიანიც მუშაობს 5 წელი, შეიძლება ესეც იცვლის სამსახურებს, მაგრამ ფიქრობს ცოტა სხვანაირად რა. აი ამაზე მინდა გაამახვილოთ ყურადღება, ფიქრი. ამ ფიქრს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ადამიანი, რომელიც ნახე, აი პირველი სტეპი რა არის? ყოველთვის ეძებს სამსახურს. ანუ casually looking for a job. ეს ნიშნავს, რომ დღის მანძილზე შეიძლება ყოველ დღე არა, მაგრამ 2 დღეში ერთხელ, 3 დღეში ერთხელ ათვალიერებს job post-ებს, LinkedIn-ზე, სხვადასხვა საიტებზე, რომელსაც აქაც გავივლით, ეძებს, ნახულობს job description-ში რა უწერიათ, რა სითხოვენ, არ ვიცი, RabbitMQ-ს ითხოვენ თუ Kafka-ს უფრო ხშირად, რა სითხოვენ, მაგალითად SwiftUI-ს თუ UIKit-ს, რა სითხოვენ, მოდულარულ არქიტექტურას თუ, არ ვიცი, Monolith-ს და ნუ მოკლედ ასე შემდეგ რა. ეს ადამიანი სერჩავს, კითხულობს, ანუ იცის უკვე რა ტრენდები არის რა, უნდა არ უნდა, შეიძლება ეს intention საერთოდაც არ აქვს რა, უბრალოდ რადგან სერჩავს ეს ინფორმაციაც მასთან რჩება. ესეთი ადამიანები საბოლოო ჯამში
ყველა ხო არ სერჩავენ ამ ჯობებს, აგზავნიან, არ ვიცი, 5 job applications, 6-7 რაღაც job application-ებს აგზავნიან ყოველ კვირა. საბოლოო ჯამში ეს ადამიანი თვის მანძილზე უკვე აგროვებს რაღაც 80 კომპანიასთან შეიძლება კონდეს გაგზავნილი. თან გაითვალისწინეთ, რომ აი ამ ადამიანის mindset-ი როგორი არის რა, როგორც მარცხნივ და მარჯვნივ, აი ეს ორი ინჟინერი გაყოფილი რო გვაქვს აქეთ და იქით. ორივე სტაბილურად არის თავის სამსახურში, სადაც არის. უბრალოდ მარჯვენა მხარეს, რომელი დეველოპერიც არის, ის იწყებს სამსახურის ძებნას მაშინ, როცა რეალურად უკვე პრობლემის წინაშე დადგან, პოსტფაქტუმ იწყებს რა ამაზე ფიქრს. და წარმოიდგინეთ ახლა ყველაზე ცუდი სიტუაცია რა, აი თქვენ დაუშვათ გამოუვალი მდგომარეობა გაქვთ რა, კი არ გიშვებენ სამსახურიდან, მაგრამ აი თქვენ მიხვედით იმ კონდიციამდე, რომ ან აღარ გაკმაყოფილებთ ეს ხელფასი, ან ნუ მოკლედ გადასვლა გინდათ რა. და წარმოიდგინეთ უკვე თქვენი თავი ჩაიგდეთ იმ მდგომარეობაში, რომ სადღაც გეჩქარებათ, წნეხი მეტი არის უკვე, ფსიქოლოგიურად თქვენ ფიქრობთ, რომ ნუ აი ძალიან სწრაფად უნდა იპოვოთ რაღაც სამსახური, იწყებთ ძებნას, მერე აგზავნით ამ job application-ებს, ყველაფერს ყურადღებით ვერ კითხულობთ, რაღაცა ცივი ოფლი გასხავთ და ასე შემდეგ, ანუ თქვენ თვითონ ჩაიგდეთ თქვენი თავი ამ მდგომარეობაში. მაგრამ მეორეს მხრივ ახლა გადავიდეთ ისევ მარცხენაზე. ანუ ამ ადამიანს არსად არ ეჩქარებოდა, შეიძლება ესეც უკმაყოფილოა თავის ჯობით და ნელ-ნელა ეს ადამიანი ამზადებს ნიადაგს, ანუ აგზავნის აპლიკაციებს სხვადასხვა კომპანიაში და საბოლოო ჯამში რას იღებს რა? ყოველთვის აქვს საუბარი 2-3 კომპანიასთან მაინც. ნუ მათ რეკრუიტერებს გულისხმობ, ახლა მე შეიძლება LinkedIn-ზე რა, იმიტომ რომ ამდენ კომპანიაში რო აგზავნი შენ CV-ს, გამორიცხულია რომ ნუ ვიღაცა არ დაგეკონტაქტოს, ხო? და თან აქ გაითვალისწინეთ, შენ როცა ნელა არსად არ გეჩქარება, სერჩავ, შენ მე ამ შენ პროფილში, LinkedIn-ის პროფილს გულისხმობ, შეგაქვს ცვლილებები, ანალიზებ აი იმ job description-ებში რა არის ახალი ტრენდები, გადმოგაქვს უკვე შენთან. ანუ იმის თქვა მინდა რომ არსად არ გეჩქარება, ნელ-ნელა მიზან მიმართულად აკეთებ შენ კარიერაზე ბუსტს, მოდი ესე დავარქვათ. ესეთი ადამიანი ყოველთვის იღებს ინტერვიუზე დაპატიჟებას, ასე ვთქვათ. ესეთი ადამიანი 12-დან 18 თვის განმავლობაში თავის ხელფასს აუმჯობესებს 20-დან 50%-მდე. ნახე, აი როგორი შედარება არის 20-დან 50%-მდე, როდესაც ადამიანი, რომელიც არ ეძებს არაფერს, ადამიანი, რომელიც ცვლილებებზე ოკეი არ არის, იღებს 3-დან 10-15%-მდე მატებას წლიურად. და ეს მატებაც დამოკიდებულია მის პერფორმანსზე, მის უშუალო უფროსზე, მის შემფასებლებზე. შეიძლება ეს ადამიანი ძალიან მაგარი არის, მაგრამ უბრალოდ არ იცის, ნახე, იყო მაგარი, არ ნიშნავს, რომ სხვებიც ხვდებიან, რომ შენ მაგარი ხარ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს ფრაზა თუ გინდათ ჩაიწერეთ რა, იმიტომ რომ აი ზუსტად ამაზე ვილაპარაკებთ სექტემბერშიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. და უბრუნდეთ ისევ აქ 20-დან 50%-მდე მატებას. რა თქმა უნდა, აქ დამოკიდებული არის თქვენ skill-set-ზე და ჩვენ აი აქაც კი მარცხენა მხარეს მაინც average ციფრები გვაქვს აღებული, რომ ვიღაცის expectation ძალიან არ გავზარდოთ. მაგრამ შენ თუ შენი საქმის პროფი ხარ და ნუ ძალიან ისეთი კარგი LinkedIn-ი გაქვს, კარგი CV გაქვს და კარგი გამოცდილება, სავსებით რეალურია, რომ შენ 100%-იანი მატებაც მიიღო. ესეთი кейსი მეც მქონია და ბევრსაც მქონია, რომ ნუ აი გრანდიოზულ ხელფასებს როცა გთავაზობენ რა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ high earners do not wait for problems. They build options, they choose from them. ანუ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს მარცხენა მხარეს რომელი ტიპიც ავიღეთ ჩვენ, სულ რაღაცას ნელ-ნელა ცდილობს რა და ყოველთვის მას ექნება უფრო მეტი ოპშენები ასარჩევად, ვიდრე აი მარჯვენა მხარეს რომელიც არის. ანუ აქ მინდა ხაზი გაუსვათ რას, რომ მარცხენა მხარეს რომელი ინჟინერიც არის, აქ ჩვენ გვაქვს რაღაც თვისებებზე უკვე საუბარი. ჩვენ გადავდივართ რაღაც თვისებებზე, ხასიათის თვისებებზე და ასე შემდეგ. აქვე მაქვს მე ესეთი მაგალითი რა, რომელიც ეხება ეს არის ნათლია ფილმი Godfather-ი, რომელიც შინაარსი საერთოდ არ გვაინტერესებს. აქ ჩვენ გვაინტერესებს უბრალოდ, ეს Francis Ford Coppola-ს ფილმი არის.
ვინც იცით, მოკლედ ამ ფილმში არის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა ჩადებული პერსონაჟებში რა და ეს იდეა ისახება რეალურად დღევანდელ ლიდერშიპის პოზიციებში. იქ იყო 3 პერსონაჟი, ნუ მთავარ 3 პერსონაჟზე გავაკეთებ ხა აქცენტ, სონი, ფრედო და მაიკლი. სონი იყო გამოკვეთილად ექსტროვერტი. ადამიანი, რომელიც იყო ძალიან ემოციური, ხმამაღალი, ფეთქებადი, ყოველთვის თავის რაღაცა იმაზე ფიქრობდა, თავის გამოჩენაზე, ასე შემდეგ. თუმცა, იცით სონიმ როგორც დაასრულა, ხო? ამ ფილმში თავის ცხოვრება. ეხლა ფრედო, რომელიც იყო ექსტროვერტი, თუმცა იყო ძალიან მორიდებული და მორცხვი. ანუ ფრედოც იყო ექსტროვერტი, ოღონდ იყო ძალიან მორიდებული. და თქვენ იცით ფრედოს ცხოვრებაც ამ ფილმიდან როგორ განვითარდა. და ქვემოთ ყავს აქ მაიკლი, რომელიც იყო ინტროვერტი. ანუ მაიკლისგან არავინ არ ელოდებოდა სასწაულებს, არ იყო ფეთქებადი, იყო თავის თავში, ჩაკეტილი იყო თუ არა ეს სხვა თემა არის, მაიკლი იყო უფრო მშვიდი, ფიქრობდა, სტრატეგიული იყო და ასე შემდეგ. ანუ ამით რისი თქვა მინდა, ის მყირალა და პოპულარული თანამშრომელი, რომელიც თქვენ გყავთ, შეიძლება საბოლოო ჯამში არ იყოს ყველაზე მაგარი. და ზუსტად ამას ასახავს ეს ფილმი რა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აი ის ჩუმი ხალხი, ჩუმში არ გულისხმობ იმას, რომ ხა ნუ აი რაღაც ძალიან ინტროვერტი გახდე და ჩაიკეტო შენ თავში და ხმა არავის გასცე და ასოციალური გახდე, ამას არ გულისხმობ. ჩვენ გულისხმობთ დაბალანსებულ, ნახე აი ორივე სლაიდზე არის განსხვავებები რა, high-earner-სა და average engineer-ს შორის mindset-ზე გვაქვს საუბარი. ზუსტად ამ სლაიდზეც აი ამაზე გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ როგორც იქცევი, როგორი ადამიანიც ხარ, საბოლოო ჯამში ისეთ რეზულტატზე გახვალ. ამ შემთხვევაში მაიკლი იყო ადამიანი, რომელიც სტრატეგიულად უდგებოდა უფრო საქმეებს და მისი რეზულტატიც უფრო კარგი იყო. რატო? იმიტომ რომ აი ეს წავიკითხოთ აქ რაც წერია რა. საბოლოო ჯამში, because in the life as in the Godfather, it's not the noisiest one who becomes the Don. It's the most strategic one. ანუ საბოლოო ჯამში, როგორც ფილმში, ისე ცხოვრებაში იმარჯვებს ის, რომელიც არის სტრატეგიული და არა ხმამაღალი და აი არ ვიცი, ინფლუენსერები, ვით რო იქცევიან Instagram-ზე პოსტები, სტორები და ასე შემდეგ რა, არა, იმარჯვებს ყოველთვის სტრატეგიული ადამიანი. ჩვენი მთელი კურსიც აი სექტემბრის ეფუძნება აი ამ სისტემებს, სტრატეგიებს და თქვენს mindset-ს რა და ამაზე უკვე დღეს უნდა დაიწყოთ თქვენ ფიქრი. მოვიდა მოკლედ დრო უკვე ვისაუბროთ ანუ ATS-ზე, ATS-ი Applicant Tracking სისტემა, რომელიც ბევრისთვის არის მტერი. მაგრამ ამ ვებინარის მერე ძალიან ისე მარტივად გავივლით ამ თემებს და პრინციპში მინდა გითხრათ, რომ ნუ ის არის უკვე თქვენც შეგექმნებათ ბევრ რაღაცაზე თქვენ წარმოდგენა და უფრო მარტივად დაძლევთ ამ სირთულეს რა. მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ თქვენ როდესაც job-ზე apply-ს აკეთებთ, არ აქვს მნიშვნელობა რა, LinkedIn-ზე გააკეთებთ job apply-ს, რამე საიტზე თუ სად, ნებისმიერ უცხოურ კომპანიას, მგონი უკვე ქართულ კომპანიებსაც ესე აქვთ რა. უბრალოდ ქართული ბაზარი ძალიან პატარა არის და ქართულ კომპანიებს email-ზე რომ მიწერო დღესაც რა, აი თუნდაც TBC-ს რომ მიწერო, Bogs რომ მიწერო და ესეთ კომპანიებს მით უმეტეს პატარებს რომ მიწერო, პასუხს დაგიბრუნებენ. ანუ რეკრუიტერები შეგამჩნევენ რა. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ გლობალურ ბაზარზე. გლობალურ ბაზარზე, ნუ ცოტა რთულად ხდება. შესაბამისად, იქ iOS developer-ზე რომ გამოაცხადონ job post, იქ შეიძლება 10,000 კაცმა გააგზავნოს CV, ანუ რაღაცა ჩვენ გვჭირდება იმ კომპანიებს გულისხმობ ახლა. რაც ამ 10,000-დან გამოარჩევს 20-ს მაგალითად და ამ 20-ის დაშორტლისტებას დავიწყებთ. მოკლედ რა ხდება? თქვენ CV-ს როდესაც გააგზავნით კომპანიაში, მიიღებს ATS სისტემა ამ CV-ს, დაიწყებს ამ CV-ს გაპარსვას და შემდეგ სლაიდებზე ავხსნი ზუსტად როგორ მოხდება ამის გაპარსვა.
მოკლედ, CV-ს გაპარსვის შემდეგ ზუსტად OCR-ი ამუშავდება, ვინც იცით OCR-ი რა არის, ამოიკითხავს ტექსტს, ამოიკითხავს ყველა ინფორმაციას, რაც ტექსტურად არის შიგნით, სურათების და რაღაცეების გარდა და დაიწყებს matching-ს. Matching-ს დაიწყებს, რომ შეადაროს თქვენი CV job descriptions, რომელიც ამ კომპანიას აქვს და როგორ ადარებს ამას. ნახე, ATS-ი მუშაობს ცოტა განსხვავებულად, ვიდრე ჩვენ გვგონია რა. ATS-ი job description-ში თუ წერია, რომ კომპანია ეძებს მაგალითად iOS developers და თქვენ CV-ში გიწერიათ, რომ თქვენ ხართ iOS ინჟინერი, ATS-ი დაგბლოკავთ. ანუ ჩვეულებრივი მოდელი არის და ის კითხულობს ამ ინფორმაციას რა, ანუ iOS developer-ი არ უდრის iOS ინჟინერს. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი developer-ი ინჟინერსაც ხმარობს, developer-საც ხმარობს. ანუ აქ ამ ორ სიტყვას კი არა აქვს მნიშვნელობა, აქ ზოგადად გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ keyword-ებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ რა გამოდის? Job description-ში რა keyword-ებიც არის, თქვენ CV-შიც უნდა მეორდებოდეს ის keyword-ები. სხვა შემთხვევაში ATS-ი დაგბლოკავთ. თქვენ შეიძლება ძალიან მაგარი პროფი ხართ, შეიძლება აი არ ვიცი Forbes-ის award-ები გაქვთ, თქვენ MIT-ში კი არა, პირობითად თუნდაც MIT-ში ან Stanford-ში ან სადმე სწავლობთ, მაგრამ დაგარეჯექტონ. და დაგარეჯექტოთ ადამიანმა კი არა, დაგარეჯექტებთ ATS-ს. იმიტომ რომ ATS-მა ვერ ამოიკითხა კი ეს თქვენი რეგალიები ამოიკითხა, მაგრამ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაც ჭირდებოდა თავისთვის ის ვერ ამოიკითხა. გავაგრძელოთ რა, ნახე, matching-ი რომ მოხდება, ამ matching-ის შესაბამისად scoring-ს გიკეთებთ. აი მაგალითად 100 CV შემოვიდა და თქვენ მოგანიჭებთ, აი ლევან მამულაშვილს მიანიჭებს რაღაც scores, მაგალითად 80 ქულა, 100-დან 80 ქულა. მერე დაიწყებს უკვე ტოპ აპლიკანტების ამორჩევას და მაგალითად ისე ვიძახი რა, პირობითად 80 ზემოთ ვინც არის, იმ CV-ებს გადაუშვებს უკვე რეკრუიტერთან. აი ეს არის მომენტი, როდესაც უკვე რეკრუიტერი მერე ან შეგეხმიანებათ, ან არა, თუმცა ATS-მა თუ გაგატაროთ, დიდი ალბათობით უკვე რეკრუიტერი შეგეხმიანებათ. შეიძლება მოგწეროთ LinkedIn-ზე, mail-ზე, ასე შემდეგ და იქიდან უკვე თქვენ იცით რა, იქიდან თქვენ თუნდა მიხედოთ ამ თემებს. ჩემი მთელი ამოცანა არის, რომ თქვენ რეალურად გაძვრეთ ამ სისტემაში და მიიღოთ ძალიან ბევრი რესპონსი თქვენ აი ამ applied job-ებზე. აი ეს არის ჩემი დღევანდელი ამოცანა რა და ინტერვიუს ჩანიშნვის შემდეგ როგორ გაივლით ამ ინტერვიუს ეს უკვე თქვენზეა რა და თქვენ skill set-ებზე დამოკიდებული. მოკლედ აქ არის უტყუარი სტატისტიკა მოცემული, რომ 75-დან 90%-მდე რეზიუმეები, ანუ CV-ები, რეჯექტდება ATS-ის მიერ. ანუ რა გამოდის რა, 100-დან 90 CV თითქმის პირდაპირ დარეჯექტებულია და არეჯექტებს ATS. ძალიან კვალიფიციური კადრებიც კი რეჯექტდებიან ძალიან მარტივად და ნუ ამაზე უკვე ვილაპარაკე, აი რეგალიები თუ გაქვს, მაგრამ არ ემთხვევა შენი ეხლანდელი keyword-ები. იმ keyword-ებს, რაც job description-ში წერია, არაფერი არ გამოვა რა, აზრი არ აქვს. ზუსტად ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა ჯობის ყველა ჯობზე სანამ გააგზავნით თქვენ CV-ს, გადააკეთოთ ეს CV, მოარგოთ იმ job descriptions და ისე გააგზავნოთ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ ამაზეც ახლა არ გეგონოთ, რომ ყველა ჯობზე აი ხელით ნელ-ნელა უნდა გადაწერო, გადმოწერო და ასე შემდეგ. აქაც მე მოგაწვდით რაღაც იდეებს და execution-ი უკვე თქვენთვის მომინდია რა. პირველ რიგში გავიაროთ ATS ჩეკერები. ანუ რა თქმა უნდა ხალხმა მოიგონა ATS-ი, მაგრამ ATS-ის online ვერსიებიც მოიგონა ჩეკერები რა. აქ არის მოცემული სახელები, პირდაპირ შეგიძლიათ დაგუგლოთ ესენი რა. Toptalis ATS scoring-ი, resume worded, ესე ქვია, enhance CV და job scan. სხვა ძალიან ბევრიც არის რა, მოკლედ უფასოები არის და ამაში ფულის გადახდა არ დაიწყოთ ტყუილა რა. Toptali პირველი იმიტომ წერია, რომ გატესტილი მაქვს და საკმაოდ კარგად მუშაობს და რას შვება ახლა. თქვენ უნდა ჩააკოპიროთ მოკლედ job description-ი, აი პირობითად LinkedIn-ზე არის რაღაცა job description-ი. ეს job description-ი copy paste გააკეთეთ ამ Toptalis scoring-ზე ან ნებისმიერზე, აუტვირთეთ თქვენი CV და გეტყვით
თქვენ პროცენტულობას რა გაძურებით თუ არ გაძურებით ამ იმაში, ანუ აკმაყოფილებთ თუ არა. რაც ძალიან ის არის ახალისოც არის, ინფორმატიულიც არის და პრინციპში წინასწარ შეგექმნება თქვენ შეხედულება იმაზე, გაქვთ თუ არა აქ შანსი რა. იმიტომ რომ თქვენი CV თუ მოგცემს რომ 50-50-ზეა, უკვე ცუდია რა. ანუ რაღაცები უნდა გადააკეთო, რომ 90-ზე ზემოთ გქონდეს რა პროცენტულობა. და 90-ზე ზემოთ თუ გექნება, ანუ ეს ნიშნავს რომ უეჭველი დაგიბარებენ რა. გადავიდეთ შემდეგ თემაზე, CV-ს ფორმატები. მოკლედ აქ ესეთი სიტუაცია არის რა, პირველ რიგში მე CV-ს გამოვაგზავნი რამდენიმეს რა, CV-ს templates გამოვაგზავნი. და ამ CV-ს template-ში ხა ეს ყველას რა, უმეტესობას გონია რომ CV უნდა იყოს რაღაც ლამაზი, fancy და ასე შემდეგ რა, რაც ტყუილი არის და არ წარმოადგენს სიმართლეს. CV უნდა იყოს ძალიან მარტივი, რომ OCR-მა და რეალურად ATS სკანერებმა შეძლონ მისი კარგად დასკანირება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ მე კიდევ ერთხელ გამოვაგზავნი ამ ATS friendly CV-s template-ებს, მაგრამ აი ძალიან ბევრია რა, ყრია და ამაშიც ფული არსად არ გადაიხადოთ, ანუ უფასოდ არის რა ეს ყველაფერი. ხო, ჩვეულებრივი CV არის. თუმცა აქ ერთი ტრიკი უნდა გავაკეთოთ რა. აქ წერია simple format, standard font-ები, keyword-ები, correct file type-ები, no fancy elements და ასე შემდეგ. მოკლედ, ამაზე არ გავჩერდები, ამაზე დიდ დროს არ დავუთმობ, იმიტომ რომ ძალიან მკაფიოდ და გასაგებად ვთქვი და თქვენ თვითონაც შეგიძლიათ დაარისერჩოთ CV როგორი უნდა იყოს და პირდაპირ გეუბნებით, რომ უნდა იყოს ძალიან მარტივი და ინფორმატიული. ეხლა ნახე რა ხდება. წინა სლაიდზე მე ვთქვი, რომ არ ვიცი, iOS დეველოპერი გაქვს პირობითად გამოყენებული ყველაფერში რა, საერთოდ ყველაფერში და ამ job description-ში არა, თქვენ experience-ში რო გიწერიათ ჯობები, იქ გაქვთ გამოყენებული iOS დეველოპერი პირობითად. ან რაც full stack developer ხართ და რაღაც კონკრეტული პლატფორმები გაქვთ ჩაწერილი იქ და ის კომპანია ითხოვს ცოტა სხვა რაღაცას და არ გინდათ რომ ეხა ეს მთელი CV გადააკეთოთ რა და ამაზე ძალიან დიდ დრო დახარჯოთ. იმიტომ რომ ძალიან შრომატევადია მთელი CV რო ერთ ნარატივზე გაქვს აწყობილი და ყველა job description-ს რომ უნდა შეუსაბამო. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ და ეს CV მე ფოლდერებში სხვადასხვა ვარიანტებად შეინახეთ. ესეთი რაღაცის გაკეთებაც შეგიძლიათ, რაც სავსებით ლოგიკური და კარგია, თუმცა თუ ზარმაცები ხართ გეზარებათ ამის გაკეთება, მე ხშირად მეზარებოდა ესეთ რაღაცის გაკეთება, ამიტომ მოვიგონეთ ესეთი რაღაც რა და პრინციპში მუშაობს ეს. თქვენი CV-ს ბოლოში ჩასკროლეთ, სუბოლოში და შექმნით არ ვიცი რამე ტაიტლი დააწერეთ, რომ the skills I could not fit in my CV or in job experience, something like that. და შეგნით დაიწყეთ წერა missing keyword-ების. ანუ რეალურად job description-ში რაც წერია, პირობითად თქვენ ნარატივი არის, რომ ხართ iOS developer-ი, მაგრამ იმ job description-ში წერია, რომ ეძებენ iOS engineers. თქვენ შეგიძლიათ სიტყვა iOS engineer-ი ჩაწეროთ CV-ს ბოლოში, მძიმეებით გამოყავით და keyword-ებად მიამატეთ iOS-ის engineer-ი, Swift UI, RX Swift, ასე შემდეგ, ანუ keyword-ები ჩაწერეთ. რატო? იმიტომ რომ ATS რა ჭირდება keyword-ები, რომ გააკეთოს მერე matching-ი, ხო? და მოგანიჭოთ რაღაც სკორები. ანუ ამ ტექნიკით ეხა რაც ვთქვით რა, ნახე არანაირი ჯადოქრობა არ მithქვამს მე, მაგრამ ამ ტექნიკით 99.9% 99.999 ესე უფრო კარგად ჟღერს რა. ეს პროცენტი თქვენ bypass გაუკეთებთ ამ ATS სისტემებს რა, მოკლედ. აქ ძალიან fancy და ძვირიანი რჩევები არ არის საჭირო რა, ეს რჩევა ეხლა მე რაც მოგეცით 1000%-ით იმუშავებს რა. აქ არის ფაქტები ეხლა. ფაქტები, რომელიც არ მოგეწონებათ. ძალიან ბევრს არ მოეწონება, თუმცა ძალიან ბევრი დაიწყებს დღესვე უკვე ამ სტრატეგიის გამოყენებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ სექტემბერში კურსზე ვინც იქნებით, უკვე ყველას გექნებათ რეზულტატი აი ამ სტრატეგიით
და ძალიან გამიხარდება თუ მაგას სექტემბრის კურსზე უკვე განვიხილავთ რა და თუ შენ ხარ იმ მდგომარეობაში რომ ნუ აი ეს რაღაც რაც ეხა მე ვიტყვი იქნება შენთვის ძალიან რთული შენთვის არ არის მაშინ ჩვენი კურსი რომელიც სექტემბერში იქნება რა იმიტომ რომ ეს კურსი საკმაოდ რთული იქნება მოდი ახლა გეტყვით რა არის საჭირო ჩვენ უკვე ჭალებში დავამუღამეთ როგორ მუშაობს ATS ხო ეხლა რა არის ძალიან მნიშვნელოვანი თუ გინდათ რომ წარმატებით დალენდოთ ჯობები ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ რაოდენობრივად როგორც ხარისხიანად ისე რაოდენობრივად გავაგზავნოთ საკმაოდ ბევრი CV და ეს ნიშნავს რას აი ეს 20 ანუ დაახლოებით 80 CV უნდა იყოს ნუ მინიმუმს გეუბნებით რა ყოველ თვე უნდა გააგზავნოთ დაახლოებით მინიმუმ 80 კომპანიაში თქვენი CV ეს არის მინიმუმი უბრალოდ არ გაიგოთ ისე რომ აუცილებლად რაოდენობა არის აქ მნიშვნელოვანი არა რაოდენობაც და ხარისხიც აი ეს ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი რა ეხლა ნახეთ დაუშვათ რა მოდი დავამრგვალოთ და დაუშვათ 100 იმას აგზავნით რა თქვენ 100 CV-ს აგზავნით ყოველ თვე ოღონდ ATS აი მორგებული job description-ზე მორგებული ყველაფერი ისე როგორც აი რამდენიმე წუთის წინ ვილაპარაკე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში თქვენ 8-დან 12%-მდე და ზოგი პროფესიონალის შემთხვევაში შეიძლება 20 და 30%-საც მივახციოთ მაგრამ მეტი არ იქნება არის interview callback ანუ 100 კომპანიასთან როცა გააგზავნით იმ პრინციპებით რომელიც მე წეგან განვიხილე დაახლოებით 8-დან 12%-მდე callbacks უნდა ელოდეთ. ანუ ელოდეთ, რომ 12 კომპანია გიპასუხებთ და ჩაგინიშნავთ ჩანიშნავს გულისხმობ რა, ხა reject-ს აქ არ გულისხმობ. 12% დაგიბარებთ გასაუბრების პირველ ეტაპზე. ეს არის ჩვენი მიზანი რა. აი ეს აიღეთ baseline-ად. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იმუშავებს. და გავაგრძელოთ ახლა ნახე. როდესაც 100 CV გაქვს გაგზავნილი სტატისტიკა გვეუბნება, რომ 1-დან 10%-მდე არის job offer-ის rate. ანუ რა გამოვიდა? გავაგზავნე 100 კომპანიაში CV, კარგად, ისე როგორც ავხსენეთ წეგან, 12%-ს მაქსიმუმ ველოდებით, რომ ამ 100-დან 12 დაგვიბარებს ინტერვიუზე და ამ 12-დან 1-დან 10%-მდე, ნუ ესე გათვალეთ რა. ოფერი გვექნება. აი ესე. ჯაჭვურად გადათვალეთ რა. ანუ თქვენი მიზანი თუ არის და უნდა იყოს რა, აი მართლა გთხოვთ, რომ ეს მიზნად აქცია თვისაც განვითარება გინდათ და რეალურად მეტი ფულის შოვნა გინდათ და ამ ფულზე ისეთი მიმართულების მიცემა, რომელიც კიდევ უფრო მეტ ფულს გაშოვნინებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. ეცადეთ, რომ მინიმუმზე მაქვს ახლა მე საუბარი, რომ გააგზავნოთ 100 წეგან 80 ვთქვი, გულის სიღრმეში 200 ვფიქრობ, მაგრამ ნუ მინიმუმ 100-თან რო გააგზავნოთ ყოველთვე, გექნებათ რეზულტატი. აუცილებლად გექნებათ რეზულტატი. ჩემი რეკომენდაცია არის, რომ 200-თან გააგზავნოთ, ანუ ყოველ თვე 200 კომპანიაში რომ გააგზავნოთ თქვენი CV. ეს იქნება LinkedIn-ის easy applied, უბრალოდ საიტზე applied თუ რითი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს გააკეთოთ რა, იმიტომ რომ ნამდვილად რეზულტატი ვისაც უნდა, აი ეს პრაქტიკა და ეს სცენარი და სტრატეგია მუშაობს. და მე არ ვარ აქ იმისთვის რომ ვინმეს ვთხოვო, რომ ეს პრინციპები გამოიყენოს რა. მე აქ იმისთვის ვარ რომ უბრალოდ გაჩვენოთ ფაქტები და გითხრათ ის რომ რეალურად ეს მუშაობს და დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული რა. სრულიად უსასყიდლოდ გადმოგცემთ ამ ინფორმაციას, რომელიც მართლა 100%-ით მუშაობს. მე პირადად ვაგზავნიდი, ჩემი target KPI იყო ხოლმე თვეში 200. თვეში 200 და თქვენ არ ვიცი, აი ჩემი LinkedIn-იც გავხსნათ აქ, ეს ვარ მე. ესე გამოიყურება ჩემი LinkedIn-ი. ნუ აქ არის რაღაც დეტალები, ჩემზე ვინ ვარ, რა გამიკეთებია, რა ევორდები მაქვს და ასე შემდეგ, რომელ სისტემებთან მიმუშავია. აქ არის
ჩემი ახლანდელი დამსაქმებელი, წინა, სადაც ტექნოლოგიური დირექტორი ვიყავი, ეს არის მაიამიში, როცა ვიყავი, ფლორიდაში, Space-ი, ასე შემდეგ, მოკლედ, აი, გადახედეთ ჩემს CV-ს, CV-ს კი არა, LinkedIn-ს. პირველ რიგში ეცადეთ, რომ აი ეს LinkedIn-ი მოაწესრიგოთ და ეცადოთ, რომ დაახლოებით ესეთ ვიდზე იყოს, იმიტომ რომ ძალიან ინფორმატიულია. აქ წერია, რომ ბიზნეს რეზულტატებზე ვარ მე პასუხისმგებელი და ზუსტად ამიტომ ვჭირდები მე ბიზნესებს, იმიტომ რომ რეზულტატებს ვდებ, ბიზნესურ რეზულტატებს და აი თქვენ თუ ნახავთ აქ, რომ აი responsibility-ები მაქვს და key achievement-ები, ცალ-ცალკე ჩაშლილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რა, იმიტომ რომ მე კი არ ვეუბნები, რომ აი მაგალითად აქაც responsibilities, key achievements. მე იმას კი არ ვეუბნები, რომ იცი მე არ ვიცი რაღაცა მოდულარული არქიტექტურა დავნერგე mobile-ში, ან micro front-end-ები ავაწყვე. ამას არ ვიძახი რა. მე ვიძახი პირდაპირ, რომ აი ნახე cost optimization, reduced operational expenses by 15%. всё, ანუ რეზულტატს გეუბნები რა, პირდაპირ, რომ მე იქ რაღაცეები ვქენი და OPEX-ები ჩამოვწიე 15%-ით. ან პირდაპირ გეუბნები ბიზნესზე ორიენტირებულ ჩემ შესაძლებლობებს. ნახე, ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს CTO-s როლი იყო და არ ითვლება, ამიტომ ჩავსკროლოთ ქვემოთ. სადღაც მეწერება რაღაც. Career development conducted knowledge sharing sessions resulting in 25% improvement in skill proficiency among team members, რომელიც გაზომვადი არის. DORA მეტრიკები accelerating release cycles by 30%. ანუ ნახე ეხა tech lead-ი როდესაც ვიყავი iOS-ის მხარეს ნახე efficiency gains reducing optimizing build times 40% build time-ების დაგდება unit test-ები ეს აი ხო ხტები 2021 წელი არის 50%-ით გაუმჯობესებ ჩამოვიდეთ კიდე ქვემოთ ანუ იმის თქმა მინდა რომ იფიქრეთ რა ამაზე თუ გინდა ჩემი LinkedIn-ი აიღეთ იმათ რა ქვია baseline-ად, ასე ვთქვათ და თქვენ მე იდეები მოგივათ რაღაცეები შეცვალეთ, გაუმჯობესეთ და ასე შემდეგ. კარგი. ეხლა გადავიდეთ source-ებზე რა, სად შეიძლება ჯობის პოვნა და სად უნდა ეძებდეთ რა ჯობებს. ძალიან ბევრი საიტი არსებობს მართლა tech სფეროში ჯობის საპოვნელად და ჩვენ ეხლა არ გავივლით Upworks, TopTals და ესეთ დახურულ სისტემებს, ჩვენ გავივლით გარე სისტემებს მხოლოდ. იმიტომ რომ ახლა TopTals-ზე, Upworks-ზე ძალიან ბევრი ჯობი არის რა და პრინციპში ვისაც იქაც გინდათ წარმატებას მიაღწიოთ, იქ ნახე აი ეს სტეპი საერთოდ აღარ გაქვს რა, ეს ATS-ის სტეპი. ესე ვთქვათ რომ ხო არ გაქვს რა ATS-ის სტეპი, იმიტომ რომ იქ უკვე დაშორტლისტებული ხარ ყველგან და უბრალოდ გამოიყენე ესეთი თემები რა, ანუ გააგზავნე ძალიან ბევრთან და აუცილებლად დალენდა ჯობს. მოკლედ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ თემას რა. ჩემი აზრით დღემდე ყველაზე კარგად მაინც მუშაობს LinkedIn. თუმცა მე პირადად Well-Fund-ზეც მიპოვია ჯობი. Well-Fund-ი ვინც არიცით არის Angel Co. იყო ესეთი და Well-Fund-მა შეიძინა და მოკლედ ახლა Well-Fund-ი ქვია, ძველი Angel Co. Indeed-ი არის სრულად ამერიკული და ისიც სრულად ამერიკული Levels for your information, ანუ ეს ბოლო, რომელიც არის, აქაც არის ჯობები, საკმაოდ ცოტა ჯობია, თუმცა აქ არის მოკლედ ამ საიტს გადახედეთ, რა ძალიან საინტერესო ინფორმაციები, ხელფასებიც წერია აქ, სხვადასხვა კომპანიებში, სხვადასხვა ლეველებზე, ძალიან მაგარი არის. კაი, მე გადავიდეთ უკვე მთავარზე რა, ამას ელოდებოდით დიდი ალბათობით. ეს არის როგორ უნდა დაუშვათ ATS-ი ხო გავიარეთ რა ჩვენ და ეხა გავიაროთ უკვე როგორ უნდა ვნახოთ ჯობები, იმიტომ რომ ბევრი ხალხისგან მაინც მსმენია რომ აიცი ვეძებ, მაგრამ არც არის. ხო და აი მაგის არ მჯერა რომ არც არის. ნებისმიერ როლზე არის ძალიან ბევრი ჯობი. როდესაც გავდივართ გლობალურ ბაზარზე. როგორ გინდათ რომელიმე დამაჯეროთ, რომ გლობალურ ბაზარზე product owners, agile coaches, DevOps-ის, iOS, Android-ის, full stack-ის, Node.js-ი, Angular, რომ ამ პოზიციებზე ვერ პოულობთ. Data engineers, data scientists, SAs, system analytics-ი, business analytics-ი, ანუ გამორიცხეთ რა. ჩვენ გვინდა გავიდეთ მსოფლიო მასშტაბზე. ანუ ჩვენ გვინდა გავიდეთ გლობალურად.
დაიმახსოვრეთ, ნახე, რომ მივიღოთ ძალიან დიდი შემოსავალი, ჩვენ საქართველოს ფარგლებს გარეთ ცოტათი უნდა გავიდეთ. რატო? იმიტომ იქ ბევრად მეტი შესაძლებლობაა, რომელი შესაძლებლობას ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ საქართველოდან გაუსვლელად. ამიტომ მოდი გამოვიყენოთ რა. კაი, ახლა ნახე, LinkedIn-ის post search query მიწერია. რატომ მიწერია? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჯობი იპოსტება ხოლმე. კომპანიები პოსტავენ, რომ აი მაგალითად არ ვიცი, ვეძებთ, we are hiring, ვეძებთ engineering managers, ვეძებთ iOS developers და ასე შემდეგ. და თუ ამოგიგდო ეს პოსტი რა შენ feed-ზე, ხო კაი, ხო ძალიან მაგარია რა და შეიძლება apply-ს გააკეთო, მაგრამ როგორც წესი და რეალობა არ ამოგიგდებს რა, იმიტომ რომ ცხოვრება ესე მუშაობს, რაც მნიშვნელოვანია იმას არ ამოგიგდებს და LinkedIn-ზე რო პოსტავენ ხოლმე მომღერლების ვიდეოებს და რაღაცებს, მაგას ამოგიგდებს აუცილებლად რა. ანუ LinkedIn დღეს გადაქცეული აქვს რაღაც იმათ რა, სოციალურ ქსელად, გაცნობის თუ რაღაცა საიტად რა, მოკლედ. ამიტომ აქ არის უმარტივესი query-ები მოცემული, სადაც ნახე, წერია ესეთი რაღაც. ჩვენ ვეძებთ პოსტებს, სადაც არის ნახსენები hiring opening და ნახსენები არის engineering manager-ი ან staff engineering manager-ი ან EM-ი. ეხლა რას ნიშნავს რა ეს? გვინდა ვიპოვოთ პოსტები, სადაც არის ნახსენები სიტყვა hiring და opening-ი იმ როლებზე, როგორიც არის engineering manager-ი, staff engineer manager-ი, EM-ი, ან CTO, ან frictional CTO, ან founding CTO, ან iOS developer-ი, ან data scientist-ი. და მოდი example-იც ვნახოთ რა, პირდაპირ ნახე. მე მაქვს აქ ჩაწერილი, აი ზუსტად რა, ამ search-ში ჩაწერთ ამას და ეხლა გადავხედოთ რეალურ რეზულტატებს რა, რას ამოყრის. ნახე. We are hiring. ეს ჩემი ვიდეო აქეთით რო არ ვთამაში პირდაპირ მეორე ვნახოთ რა. მაგრამ იქაც იგივე წერია. იგივე რა, იგივე ჯობზეა. ჩვენ ვეძებთ engineering managers. პირველი query რაც მეწერა მაგას. ნახე 3 დღის წინ. ვიღაც ქალმა დაპოსტა we are hiring. და ეძებენ ვის? აბა ნახოთ engineering manager. შემდეგი ვის ეძებენ engineering roles და აქ იქნება რაღაცა engineering manager-ი რა. შეიძლება engineering manager-ი აქ არეული იყოს, ახლა მართლა რაღაცა scientist engineers ეძებდნენ რა. We are hiring engineering roles. ახლა რამდენი არის ერთი დღის წინ engineering manager-ი? 60-დან 80,000 დოლარამდე. 4 დღის წინ მოკლედ იმის თქვა მინდა რომ ძალიან ბევრი არის რა. ძალიან ბევრი არის. ეხლა შემდეგი სტრატეგია. Search engine query. ხო, ძალიან ბევრი არის შინახე, ისიც გაითვალისწინეთ, რომ engineering manager-ის პოზიციაზე საკმაოდ ცოტა ჯობი არის თუ შევადარებთ developer-ის ჯობებს. რატო? იმიტომ რომ კომპანიაში ჩვენ შეიძლება გვყავდეს 100 iOS developer-ი, რომელსაც მართავს 5 engineering manager. აქან გამომდინარე engineering manager-ის role opening-ის პოვნა საკმაოდ რთული არის რა. თქვენ რო ჩაწერთ იქ თქვენ რასაც ეძებთ იმას, ნახავთ რომ ბევრად მეტს ამოყრის რა. ეხლა იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ search engine-ში, ანუ Google-ში რა. ამასაც არ იყენებენ ხოლმე რა, არ ვიცი რატო არ იყენებენ, დაიწყეთ ამის გამოყენება, საკმაოდ ის არის. ანუ job search-ისთვის ნახე baseline-ად ავიღოთ ჩვენ ყოველთვის LinkedIn-ი. ძალიან მაგარია რა LinkedIn-ი და აი რეალურად ეს საიტები ძალიან მაგარია. მაგრამ ეს თუ არ ყოფნით, აი ამ შემთხვევაში search engine-ზე გადმოვიდეთ აუცილებლად რა. აქ ძალიან მარტივი ლოგიკაა და ChatGPT-სთან ერთად დაარისერჩეთ რა ესენი. პრინციპში ძალიან გაერთობით თქვენც და შეიძლება ბევრად უფრო მაგარი query-ები შექმნათ ვიდრე მე რა. ანუ თქვენზე მოირგეთ რა, პერსონალიზება გააკეთეთ ამის. მოკლედ ესეთი რაღაც წერია აქ, რომ engineering manager ან tech lead-ი ან CTO-s როლი მიპოვე საიტზე, რომელიც არის boards.greenhouse.io. Greenhouse-ი არის, ვინც არიცით, უბრალოდ სისტემა, რომელსაც recruitment პლატფორმის სისტემა არის, რომელსაც იყენებენ კომპანიები. და ეს კომპანიები არა მარტო ეს რა, აი ძალიან ბევრი soft-ი არის და ესეც დაარისერჩეთ. პირდაპირ ამის მაგალითს განვიხილავ და აი ეს
work@startup.com რო არის ეს რო იცოდეთ არის Y კომბინატორი. ანუ Y კომბინატორის ჯობები იპოსტება აი აქ. კაი. მოდი ეხა გადმოვიდეთ აქ და ნუ მე უკვე დასარჩილი მაქვს რა. ზუსტად იგივე query-ა, აი sideboards, greenhouse, engineering manager, blah blah blah. კაი. აი აქ tools-ში მაქვს უბრალოდ მონიშნული რომ past months ან past 24 hours ან რაღაცა ეგეთი მოუნიშნეთ რა, რომ ახლა ძალიან ძველი ისინი არ მოაგდოს. ნახე 5 days ago, 5 დღის წინ ვიღაცა ეძებს აი engineering managers რა, მოდი ჩაიტვირთება ეს, ვნახოთ. აქ engineering managers ეძებენ რაღაცა engineering and technology at CarGuru. CarGuru-ში ეძებენ იმას engineering managers. შემდეგი კომპანია Databricks-ში ეძებენ. შემდეგი კომპანია მოკლედ აი ხო ხვდებით რა 3 days ago, ეს 12 evening-ი არის, 7 days ago, 5 days ago მოკლედ რა. აი ნახე არ ვიცი ახლა კანადაში ვიღაცა ეძებს მოკლედ engineering managers ასე შემდეგ. ანუ იმის თქვა მინდა რომ ამის გამოყენება ძალიან ისე შეგიძლიათ რა და ძალიან კარგად მუშაობს რა ეს. და რაც მთავარი არის აი მესამე რაღაც მინდა გაჩვენოთ რა. ეს უკვე ეხება რას? ეს ლინკი არ დაგჭირდებათ რა, არაფერში ეს ლინკი უნდა გააკეთოთ აი ეს რა. მოკლედ შევედი მე LinkedIn-ზე დავაჭირე jobs, ან jobებში ვარ ახლა გადასული. ჩავწერე engineering manager-ი, მივუთითე ჩემი პრეფერენსები, მაგალითად worldwide, მთელ მსოფლიოში ვეძებ. დაპოსტილი მაინც ამას დავარეფრეშ ფერწამი. აი არ დავარეფრეშ, თავიდან შევალ რა, იმიტომ რომ რაც უნდა გაჩვენოთ უკვე ის არის რა. მოდი engineering manager ჩავწეროთ. ესეთი რაღაც გავაკეთოთ. Date posted და მივუცეთ past 24 hours, ანუ უახლესი თემები გვინდა. ესე გამოიყურება ეს და ნახე აი 2 საათის წინ დაიპოსტა, 20 საათის წინ დაიპოსტა. ანუ მე ვუთხარი რომ ბოლო 24 საათში ვინც არის ისინი მოძებნე მეთქი რა. თუმცა ნახე აი რომელიმე ავარჩიოთ ახლა ისეთი რა. ნუ ესენი ახლა მართლა ამ წამს დაპოსტილები არის, მაგრამ ნუ აი რა ეს იყოს დაუშვათ რა. ნახე აქ წერია რომ 22 საათის წინ დაიპოსტა და over 100 applicants, ანუ 100-მა კაცმა აი 133-მა. ეს LinkedIn Premium აქვს ეს ფიჩერი, გაჩვენებს რამდენმა გააგზავნა. 133-მა უკვე გააგზავნა რა აქ. ეხლა ვნახოთ არ ვიცი, ეს ვნახოთ რა. აქ ვაფშე არავის არ აქვს გაგზავნილი. აი აქ. ნუ კაი 23 საათის წინ. აქ 140-მა გააგზავნა რა, უკვე. მაგრამ თქვენ თუ გინდათ ისეთი ჯობები, რომელიც აი მოდი iOS engineers ნახო რა. iOS developer. ამაზე ბევრად უფრო მეტი იქნება და მაგით. 22 საათის წინ 242-მა გააგზავნა რა. ანუ იმის თქვა მინდა რომ ძალიან დიდი არის კონკურენცია. შესაბამისად, აი აქ URL-ში, აი ეს მონაკვეთი, აი ეს ნიშნავს 86400 წამისგან შედგება 24 საათი. ანუ მე აქ თუ დავწერ ეხა გავყოფ ორზე ამას, მივიღებ რას? ნახე, ამომიგდებს იმ ჯობებს, რომელიც არის, ნახე 3 საათი, 7 საათი, 25 წუთის წინ არის აქ დაპოსტილი რა. და ნახე 25 წუთის წინ არის, ეს რეპოსტედ არის. თუმცა ნუ 55 კაცს აქვს უკვე გაგზავნილი, ანუ ნახე როგორ ჩასაფრებულები არიან ყველა. ნახე, ესეც რეპოსტი არის, ეს არ გვინდა, ნახე. ამად Capital One-მა lead software engineer mobile. და ნუ 2 საათის წინ დაპოსტეს, აქ არის ეს job description-ი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 0 people clicked apply. და შენ თუ აი ეს ჯობებს იპოვი, ანუ შანსი გეზრდება რა, ძალიან გეზრდება შანსი რა. მოკლედ, ძალიან გამოსადეგი არის რა, 2 hours ago 12 აპლიკაცია შეუვიდა უკვე. 2 hours ago და 12 აპლიკაცია შეუვიდა. ანუ თქვენ რომ მე-13 იყოთ, მაგარია, უკვე მაგარი შანსები გაქვთ რა. კაი, დაუბრუნდეთ ახლა.
აქ არის რეალურად მოყვანილი ეს მაგალითები, ეს თქვენ უნდა გატესტოთ რა. თქვენ წაეთამაშეთ, გატესტეთ, შეიძლება კიდე უფრო მაგარი რაღაცები აღმოაჩინოთ. უბრალოდ ძალიან complicated არ გახადოთ რა ეს პროცესი. არ არის საჭირო რომ ძალიან complicated იყოს, იმიტომ რომ ეს რაც მე მოვყევი მართლა მუშაობს რა. კაი. აქ არის უკვე მოცემული პოსტები, აქ არის მოცემული როგორ უნდა გავიკვალოთ რა ერთი სიტყვით გზა, ეს მარცხენა მხარის სურათი რაც არის, ეს ჩვენ გავიარეთ რა უკვე პოსტებში ძებნა. თუმცა აი ეს არ გაგვივლია რა, რატო არის მნიშვნელოვანი break through the noise. Most companies receive 100 plus application per role, but fewer than 5 of applications follow up with a message. ანუ რას ნიშნავს? 5%-ზე ნაკლები ადამიანი შვება რას და ჭკვიანები არიან რა და რატო არიან ჭკვიანები ახლა ნახეთ. რო გააგზავნა ამან job post apply რო გააკეთა. ასევე იპოვა რეკრუიტერი და რეკრუიტერსაც აი ფილტრები რაც განახეთ, რეკრუიტერი იმ კომპანიაში რო იპოვოთ, შეგიძლიათ მიწერა მესიჯი. რო არ ვიცი გამარჯობა მე ვარ ლევან მამულაშვილი ვნახე თქვენ job post-ი გამოვაგზავნე ძალიან დაინტერესებული ვარ და ასე შემდეგ. ამ message-ს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა message-ს რომელსაც მიწერთ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კაი. ნახე message within 15 to 30 minutes of applying shows intent no automation. ნახე ავტომატიზაციები იმდენად მაგრად არის მოდებული ჩვენ ცხოვრებაში ახლა რომ რეალური ხალხი წარმოიდგინე შენ რო ვიღაც დეველოპერის, შენ რო რეკრუიტერი ხარ და ვიღაც დეველოპერის ავტომატიზაცია რო გწერს, უხერხულია და არასწორებს რა. აქედან გამომდინარე ეცოდე რომ შენ ხელით მიწერო რა. მიწერო ძალიან პატარა, but respectful message-ი, პატარა იმიტომ უნდა მიწერო რომ ძალიან მარტივად შეძლოს მოკლედ ამის წაკითხვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, თქვენ შეგიძლიათ რომ მიწეროთ. აქ არის უბრალოდ განხილული რა რაღაც, ესენ პრინციპში X screen-ზეც დაინახეთ, რომ აი Grammarly-ში დავსერჩი რაღაც ჯობი, აქ უბრალოდ არის LinkedIn Premium-ის პერკები გამოტანილი, რომ აი პირდაპირ გეუბნება, რომ Grammarly-ის ამ როლზე მე ვარ top აპლიკანტი, სადაც 157 ადამიანს აქვს გაგზავნილი რა და LinkedIn-საც თავის ATS ხო აქვს და მაგის მიხედვით მეუბნება ამას. ახლა გადავიდეთ შემდეგზე. ეს template-იც გადმოგეცემათ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ template-ს ვიყენებდი მე სულ შეიძლება ვიღაცამ ამაზე ბევრად მეტი დეტალი იმას ქნას რა ქვია ჩაწეროს აქ და ბევრი ისინი, მაგრამ აი არ ვიცი, ჩემთვის არ იყო მეტი საჭირო რა, ეს იყო სრულიად საკმარისი. ანუ მე მჭირდებოდა რომ მქონოდა application data-ები, როდის გავაგზავნე ამა თუ იმ role-ზე ჩემი CV, დასახელებები მაინტერესებდა, ეს ახ მაინც example-ი არის რა, მეგობრებო, თქვენთვის გავაკეთე ეს, მაგრამ ზუსტად ამ templates ვიყენებდი მე, წლების მანძილზე. კაი, ესე იგი აქ წერია როლები, რომელ როლებზე ვაკეთებდი apply-ს, აქ წერია კომპანიის სახელი, იმიტომ რომ ერთი და იგივე კომპანიაში შემთხვევით რო არ გააგზავნოთ 4 და 5 CV. აქ არის source-ები, ანუ სად ვიპოვე ეს CV, აქ წერია რომ ზოგი ვიპოვე LinkedIn-ზე, ზოგი ვიპოვე Greenhouse-ზე, აი წეგან რაც იყო რა Greenhouse, ხო გახსოვს? Glassdoor-ზე, Wellfund-ზე, Glassdoor-ზეც კიდე ერთხელ თქვენ შეგიძლიათ რომ იპოვოთ რაღაც ჯობები და search-ოთ, მაგრამ მე პირადად არ მომწონს რა, შეიძლება ჩემი როლებისთვის კარგად არ იმუშაო, მაგრამ და არის search-ეთ რა. Glassdoor-ზეც იდება ჯობები და ღირს რო დაუთმოთ რა, Glassdoor-საც რაღაც ყურადღება. აქ უბრალოდ ლინკები მაქვს და copy-paste-ებული, ანუ LinkedIn-ის, სხვა job board-ების ასე შემდეგ, მოკლედ სადაც ვიპოვე. ეხლა მთავარი ნახე location-ები მაქვს ამოწერილი, რომელ ქვეყანაში გვთავაზობს ეს კომპანია სამუშაოს. რამდენი აპლიკაცია იყო უკვე გაგზავნილი იმ მომენტში, როდესაც მე დავაჭირე apply-ს. ნახე აქ ზოგი არის 558 და აი ამას თუ გაყვები, ნახე got reject. ანუ მიხვდი? მაგრამ აქ მეორე ვარიანტიც გვაქვს 672 კაცს ქონდა გაგზავნილი. აი ბარემ ამასაც გეტყვით ეს რა არის რა available status. სტატუსი ნიშნავს რას, რომ ძალიან ბევრ კომპანიას უდევს ხოლმე job post-ი, რომ პირობითად ვეძებ developers კალიფორნიის არეაში.
კალიფორნიის შტატში რა. და ეხლა შენ იქ რო გააგზავნო CV, ძალიან დაბალი შანსი გაქვს რომ აგიყვანონ კი არა არ დაგირეკავენ რა, იმიტომ რომ პირდაპირ უწერიოთ რომ ჩვენ შეიძლება remote-ზე ვეძებთ ვიღაცას, მაგრამ ვეძებთ კალიფორნიის შტატში. ანალოგიურად ვიღაცამ UK-ში შეიძლება თქვას რომ ჩვენ fully remote-ზე ვეძებთ ვიღაცას, მაგრამ ვეძებთ ბრიტანეთში. ცხოვრებს რა, რატო? იმიტომ რომ იქ ტაქსები სხვა არის, რეგულაცია, კონტრაქტები სხვა არის და ასე შემდეგ. ანუ მე აქ მაქვს თუმცა ასევე არის როგორი რაღაც იცი, მაგალითად გერმანია და მაგალითად UK რა, მე UK-ში სამუშაო ვიზა არ მაქვს. მაგრამ ახლა როგორც ხედავთ, ორივე კომპანიამ Director of Engineering და Senior Engineering Manager-ში interview scheduled. ორივემ ჩამიგდო ინტერვიუ რა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის რა ქვია work authorization მე არ მაქვს ჯერ და არც ვიზა არ მაქვს და არაფერ ჩამინიშნეს ამათმა რა. ეს რეალური ისინი არის რა, ხო ხდები? და აი ხელფასებიც მიწერია აქ 130,000 ფუნტი, 190,000 ფუნტი და ასე შემდეგ. მოკლედ ეს მაინც ეგზამპლებია, მაგრამ ამ ეგზამპლებში რეალური რაღაცებიც არის ჩადებული რა. ძალიან კაია რომ სელარიებიც ტრეკოთ, რომ ვინ რამდენს გთავაზობდა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მე რომ მოგწერენ ეს კომპანიები. ეს კომპანიები მოგწერენ 2-3 კვირის მერე რა. ზოგი ეგრევე მოგწერს, მაგრამ ცოტა მერეც მოგწერენ რა და უკვე დავიწყებული გექნება რაღაცეები და ჯობია აი აქ გეწეროს რა ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც მიხვდი სტატუსის page-ზე ბოლო აი ეს ტაბი რაც არის რა აქეთ. აქ უბრალოდ ვაკონტროლებთ სტატუსებს რა, ანუ დაგვარეჯექტეს იმ პროგრესია, ინტერვიუზე ვართ თუ აი რა ხდება რა. ამას გაგიზიარებთ. მოკლედ, მაგრამ უმარტივესად თქვენ შეგიძლიათ აწყოთ ესეთ შაბლონი რა. ეხლა რა არის, აი ამ სლაიდზე მინდა გადმოვიდე კიდე რა და აი ამაზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. Break through the noise. ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. ესე იგი, აქ წერია ესეთი რაღაც, რომ კომპანიები 100-ზე მეტ აპლიკანტს ღებულობენ. ანუ 100-ზე მეტი აპლიკაცია შედის რა, job application. თუმცა 5%-ზე ნაკლები აგზავნის follow-up message-ს. ანუ პირველ რიგში რამხელა ხაზს უსვამენ იმას, ეს რეალური სტატისტიკა და დატა არის რა. რამხელა ხაზს უსვამენ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუგზავნოთ follow-up-ი. მაგრამ აი ამის მერე იწყება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი follow-up-ი უნდა გავუგზავნოთ. რა, აი როგორი follow-up. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეხლა მინდა ძალიან ისეთ მაგალითი გაჩვენოთ რა, ცოტა სასაცილო, ცოტა დრამატული რა. მოკლედ ამ ბიჭის სახელი არ მახსოვს ერთამი Soham. Soham-ი ქვია. ეს არის ვინმე Soham-ი, რომელიც თან სკამერია, თან არ არის სკამერი რა. ეხლა ნახეთ the man, the myth, the legend. მაგარი ის არის რა, მოგიყვებით რა ქნა ამ ბიჭო. მოკლედ Soham-ი არის აი ეს ტიპი, რომელიც 4 full-time job-ზე მუშაობდა ერთდროულად. full-time კონტრაქტით. 4-ვე უხდიდა ფულს, 4-ვეს რაღაცებს ატყუებდა რა. 4-ვეში გამოაგდეს საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ძალიან რთული 4-ში full-time თან სტარტაპში როგორ უნდა იმუშაო რა. ვიღაცები მუშაობენ, ქართველებიც მუშაობენ რა, სხვათა შორის კარგად არიან, მაგრამ მოკლედ ამ ინდოელ პროგრამის არ გამომართლა გამოაგდეს რა. ესე იგი, Soham-ი კი უნდა მივბაძოთ ჩვენ Soham-ს, აი უნდა მივბაძოთ სხვა რაღაცაში რა. Soham-ს დასცინიან LinkedIn-ზე ძალიან hype-ში არის, რომ ეხა სკამერია, ის არის, ეს არის, მაგრამ კი, შეიძლება სკამერია და არაეთიკურად იქცევა, მაგრამ ჩემი ყურადღება მიიპყრო მისმა მეილმა. ეს არის მეილი, რომელიც Soham-მა გააგზავნა ერთ-ერთ კომპანიაში და დაილიქა ეს ინფორმაცია და აი პრინციპში გვიწერია აქ ეხა ეს მეილი. დააპაუზეთ ეს ვიდეო. წაიკითხეთ რა წერია შიგნით და მე გააგრძელეთ ვიდეო. ესე იგი ვიდეოში მეთქი. მეილში წერია ესეთი რაღაც რა. ნახე, I love everything about what თქვენი კომპანია is doing. I do not have many hobbies outside of coding. I'm not athletic. I am bad at singing. არ ვსვავ, არ ვეწევიო, ვერ ვცეკვავო. ერთადერთი რაც შემიძლია ცხოვრებაში არის პროგრამირება და ძალიან მომწონს თქვენი კომპანიო. მე გამოდის, ანუ აი წაიკითხეთ რა, ეს კარგად წაიკითხეთ და აი ზუსტად
მიხვდები რა გრძნობა აქვს ჩაქსოვილი ამ ადამიანს, რამხელა ემოციას ეთამაშება და ეს ემოცია ატრიგერებს რეკრუიტერს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამბიც დაელაპარაკოს. შეიძლება გასაუბრებს რომელიღაც ეტაპზე არ ეყოს რა, უკვე თავის skillset-ი და დაფეილდეს. მაგრამ ნახე, აი ის როგორც მიწერა, როგორც აუხსნა და ჩამოუყალიბა თავისი შესაძლებლობები და ფუნქციონალი მეთქი, პიროვნება აუცილებლად გვაძლევს იმის საშუალებას ვიფიქროთ, რომ ეს ადამიანი პროფი თუ არა ძალიან მოწადინებული არის რა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი ეს დაიმახსოვრეთ რა. უბრალოდ კი არ უნდა მივწეროთ LinkedIn-ზე follow-up-ი, რომ გამარჯობა, მე თქვენს ჯობზე apply გავაკეთე და თუ შეგიძლია მიდი რა გამქაჩე. ანუ ეს რამეს ხო არ მიწერს რეკრუიტერს რა. იმ რეკრუიტერს იცოდე, რომ არ ვიცი 1000 ვიღაც წერს კიდე. ხო და ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ეს გახსოვდეს რა, რომ რაღაცით უნდა გამოირჩეოდე რა. ყოველთვის შენ ვერ გამოირჩევი იმით, რომ ძალიან მაგარი ტექნოლოგიები იცი. ზოგჯერ უნდა გამოირჩეოდე იმით, რომ შენ ხარ ძალიან მოტივირებული, შენ ხარ სწავლაზე ორიენტირებული, შენ უძლებ სტრესს, ან შენ ვერ უძლებ სტრესს. ანუ აი აქ ვიტყვი ესეთ რაღაცას, რომ ჯუნიორებს აქვთ ხოლმე ესეთი ის, რომ LinkedIn-ებს მოხოდავენ და მე about me-ში უწერიათ, რომ 1 წელია ვსწავლობ და ვაკეთებ უკვე იმას, ამას და რაღაც. ჯუნიორებისგან იცი არ მოითხოვება, რომ იყვნენ სინიორები. Do not pretend to be a senior. ანუ ნუ იქცევი ისე თითქოს სინიორი ხარ რა. ეგ სტრატეგია არ მუშაობს. პირდაპირ გეტყობა, რომ ჯუნიორი ხარ. პირიქით შეცვალე რა, ნარატივი შეცვალე რაც გიწერია. დაწერე ესეთი რაღაც, რომ გამარჯობა, მე ვარ ლევან მამულაშვილი, არ ვიცი, პირობითად დავიწყე იქ რაღაცეების კეთება, ჩემი პატარა პროექტი მაქვს, სადაც ყოველდღე კომიტმენტს ვაკეთებ, კომიტები მაქვს, ფუშები ასე შემდეგ, ვარ მოტივირებული, შემიძლია ვიმუშაო 100 საათი კვირაში თქვენ კომპანიაზე, შემიძლია სული და გული ჩავდო, გთხოვთ და მე კონტაქტეთ. ჯუნიორებისგან მოითხოვება ეს. სინიორებისგან ეს არ მოითხოვება. სინიორებისგან სხვა რაღაც მოითხოვება. ამიტომ ძალიან მაგრად მინდა გთხოვოთ ამას დაფიქრდეთ და არაურიოთ რა ერთმანეთში. ჯუნიორი არ ხარ სინიორი. და ნუ მოიქცევი ისე და ნუ ეცდები მოაჩვენო ხალხს შენი თავი თითქოს ხარ სინიორი, იმიტომ რომ არ ხარ. პირიქით სხვა რაღაცეები ფასობს და აი რაც ფასობს, რაც მოვყევი ახლა, ამაზე კარგად იფიქრე, შენ ჩაშალე ეს თემები და აი ეგ დაწერე LinkedIn-ზე და ბევრად უფრო მაღალ რეზულტატს მიიღებ. შემდეგ სლაიდზე გვაქვს ესეთი რაღაც რა, რომ სტრატეგია ჯამრთ ხო შევაჯამოთ უკვე ის არის რა. რა უნდა გავაკეთოთ მოკლედ. უნდა გავაკეთოთ ესეთი რაღაც. ეს იგი CV-ები, ეს CV-ები მარტივად როგორ შეგვიძლია გადავაწყოთ და გადმოვაწყოთ თქვენ CV, ნუ ინგლისურ ენაზე ხო არის, job description-ს აიღებთ, ATS checker-ში შეაგდებთ თქვენ CV-ს და იმას, მე რა რეკომენდაციებს რაღაცეებსაც გასცემს, თქვენ შეგიძლიათ გაუშვათ პირდაპირ ChatGPT-ში და CV-ს გადაგიწერთ რა, ანუ მარტივ გზებს გეუბნებით, ახლა მე ხა დეტალებში თქვენ თვითონ დაფიქრდით როგორ და რანაირად რა. ჯუნიორებზე აი აქ მიწერია ერთი რაღაც კიდე რომ ეს თქვი it's important not to pretend to be more experienced on LinkedIn. Don't act like the senior. No one expects from you that. ანუ შენგან არ ელოდებიან ტყუილებს, არ ელოდებიან იმას შენგან ელოდებიან პირიქით სიმართლეს, proactiveness and willingness to learn. აი ამას ელოდებიან რა, მზაობა, რომ შენ ოკეი ხარ, რომ ჩადო სული და გული და ისწავლო. და სინიორი როცა ხარ, იქ ცოტა სხვა რაღაცა არის რა, იქ მაგის ძახილი, რომ შენ მზად ხარ, ჩადო შენი შრომა და ის და ეს და ისწავლო. სინიორი როცა აყვავს, პირიქით ვეძებთ ისეც, რომელმაც უკვე იცის რაღაცეები, ხო, ახლა ისწავლი ბაზარი არა, მაგრამ ისეთი გვინდა, ვინც უკვე იცის რა, ანუ აი სხვაობებს შევხედოთ რა. DM ნიშნავს direct message. If you feel you're a strong match for the job and genuinely interested, find the company on Recruiter on LinkedIn. Use GPT model to craft a message. ანუ message დააგენერირებო მოკლედ, რომელსაც გაუგზავნიო რა. და აი აქ მაქვს ნახსენები, რომ 200 კომპანიასთან მოკლედ ყოველ თვე ეცადეთ, რომ 200 კომპანიასთან გააგზავნოთ. ეხლა გადავდივართ კიდევ უფრო
advanced topic-ზე, რომელიც არის როგორ შევქმნათ გუნდი, რომელიც მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენთვის იპოვოს ჯობი. ეს არის Upwork. ეს არის Upwork და ბარემ აქვე გავაკეთებ დემონსტრაციას რა, რეალურად. ნახე, Upwork-ზე შეგიძლიათ თქვენ დაპოსტოთ, მოკლედ პირველ რიგში დარეგისტრირდით Upwork-ზე, ორი ვარიანტი გაქვთ რა, ერთი არის რომ დარეგისტრირდეთ როგორც ფრილანსერი, მეორე ვარიანტი არის დარეგისტრირდეთ როგორც ის რა, კომპანია. მე ახლა დარეგისტრირებული ვარ როგორც კომპანია, შევედი და ორივე აკაუნტი შეგიძლია გქონდეთ რა, ისე ანუ პრობლემა არ არის. მე დავრეგისტრირდი როგორც კომპანია და დავწერე job post. ამ job post-ში დავწერე ესეთი რაღაც, რომ ну მოკლედ რა მჭირდება რეკრუიტერი, ვეძებ რეკრუიტერს, რომელიც ჩემ მაგივრად გააკეთებს ჩემი რეკრუიტმენტის საქმეს. და ეს არის რეალური ხალხი რა, ხალხმა მომწერა, ნახე რამდენი არიან. და okay, hello, I'm Jose to Jose. I'm experienced in end-to-end recruiting. I'm using blah blah blah. რაღაცები. Stop scrolling. Your job search just got a power partner. Hi, Levan. მოკლედ რა, ხო ხვდებით ეს ტიპები არიან, რომ მე ვიზავ და აქ მათი საათობრივი ისინი არის, რა ქვია, ანაზღაურებები მოცემული. მაგრამ მე გასწავლით ესეთ ტრიქს. მოკლედ Upwork-ზე თქვენ შეგიძლიათ მოკლედ ერთი სიტყვით დაიქირაოთ ვინმე პაკისტანი, ინდოეთი, ნიგერია არ აქვს ქვეყანას, რა მნიშვნელობა. თქვენ გჭირდებათ უბრალოდ ადამიანი, ვინც დაგიზოგავთ დროს, უბრალოდ ჯუნიორებმა ეს არ ქნათ რა, ტყუილ ამაში ფული არ გადაყაროთ. ეს არის ხალხისთვის, ვინც სინიორია, ვისაც დრო არ აქვს, შეიძლება სინიორი არ იყოს, მაგრამ უბრალოდ დრო არ და ნერვი არ აქვს იმის, რომ იჯდეს ყოველ დღე და 10 კაცთან გააგზავნოს ის რა, მაგრამ ნახე თან რო არ გააგზავნოს, თავის თავს ვნებს. და მოკლედ უნდა გააგზავნოს რა და აქედან გამომდინარე თუ თვითონ ფიზიკურად ეს არ შეუძლია, მაშინ წავიდეს და იქირაოს ვინმე და აი მე გაჩვენებთ როგორ უნდა დაიქირაო Upwork-ის მეშვეობით. აქ Upwork-ზეც შეხედეთ რა, ანუ ტიპები მწერენ, რომლებსაც 100%-იან job success-ი აქვს, 90,000-ზე მეტი აქვს გამომუშავებული $-ზე და ნუ აი მოკლედ რა, კაი ტიპები მწერენ. ნახე აი ამ ტიპს $300,000-ზე მეტი აქვს ნაშოვნი რა და ძირითადი მისი საქმიანობა არის ეს. ანუ ხომ მიხვდით, პროფები არიან თავის საქმეში რა. შენი ამოცანა არის, რომ რაღაცა თვეში $500, $400, $300 გამოყო ამათზე და უთხრა, რომ ძმაო, შენ გააგზავნე 200 CV, ზუსტად ისე რა, აი ნახეთ, აქ ხო გვაქვს, აუხსნა ეს შენი სქემა, რომ ჭირდება ესე, ჯერ პირველ რიგში ამ ადამიანს უნდა ასწავლო და უთხრა, რომ ის არის, რა ქვია, ეძებ ესეთ სამსახურს, ისეთ სამსახურს, სადაც ხელფასი ესეთია, ისეთია და სადაც პირობები ისეთია და ასეთია. მოკლედ შენ ეუბნები შენ რა გინდა, ეუბნები რომ ესეთ ტემპლეიტი შეგივსოს და ეტყვი რომ ყოველ 200 ჯობზე მე შენ გადაგიხდი, არ ვიცი, $300, $500, მოკლედ ეს თქვენით იმას ქენით რა, ანუ ვაჭრობის საკითხი არის. და ანუ რა გამოდის რა, საერთოდ არ ფიქრობ რა, საერთოდ არ ფიქრობ არაფერზე, შენ მუშაობ, ცხოვრობ, შენ საქმეს აკეთებ, შენ უბრალოდ დაქირავებული ყავს ერთი ტიპი, ვინც უნდა აკონტროლო, ნუ რეზულტატები უნდა მოთხოვო, ხო, როგორც შენ გთხოვენ შენ გუნდში რეზულტატს, ისე ხა ეს შენი გუნდელი გახდა, შენ უნდა მოთხოვო ამას რეზულტატი. და თავისნა უნებურად ყოველ თვე შენ უცბად ჰოპ და გეჩითება, არ ვიცი, 3, 4, 5, 6, 10 ინტერვიუ. ოღონდ შენ არაფერს არ აგზავნე, შენ უბრალოდ შენ განვითარებაში და კარიერაში ხარჯავ ფულს, დებ ფულს, რომელიც აუცილებლად ამონაგებს ამოიღებს. რა წარმოიდგინე შენ რომ ამას $500, ნუ $500 ძვირია რა, გადავაკიდე ამ $500-ს, მაგრამ დავუშვათ $300 უხდი ყოველ თვე ამ ტიპს, რომ გააგზავნოს ეს ჯობები. 200 კომპანიაში რო გააგზავნეს $300 რა, პირობითად. და იქ შენ დალენდო $15,000-იანი ჯობი. გამართლებული იყო, ეხა იქ ხარჯი თუ არა. ხო იყო გამართლებული. სულ რო $5,000-იანი ჯობი დალენდო. ხო გიღირს რო $300, $500, თუნდაც 500-ზე მეტი არ გადაიხადოთ. $500 ხო გიღირს რო ვიღაცამ შენ მაგივრად ეს საქმე აკეთოს, რო შენ გაჩერებული არ იყო რა, იმიტომ რომ
დღევანდელი რეალობა ხო ვიცი ძალიან ბევრს შვილი ყავს, აი მაგალითად მე მყავს 2 შვილი, ცოლი, 2 ძაღლი, ისე 1000 რაღაც ხდება რა და თან MIT-ში ვსწავლობ სადაც არ ვიცი 15 საათს კვირაში MIT-ის გამოცდებს ვუთმობ ხოლმე რა, ანუ ძალიან საკმაოდ რთული გრაფიკი მაქვს რა, მაგრამ ნახე აი ესეთი ავტომატიზაციები, დელეგირება და ასე შემდეგ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა, შეგიძლიათ ამის გაკეთება. კიდე ერთხელ ჩემი მოვალეობა, მოვალეობა რა მე ესე ვთვლი რომ ჩემი მოვალეობაა უბრალოდ გითხრათ თქვენ რა არის შესაძლებელი და ის რომ აი მე ვარ თქვენი ეგზამპლი რა, ნახე მე გავაკეთე ეს მუშაობს რა, ანუ შეგიძლია უკვე დააკოპი paste-ო და გამოიყენო. შეგიძლია ისე ქნა, როგორც შენ გინდა, მაგრამ უნდა ქნა რა, ეს უნდა გააკეთო, უნდა გადადგა ნაბიჯი, იმიტომ რომ მაქედან იწყება განვითარება. როგორც კი გადადგავ ამ ნაბიჯს, აი ზუსტად მაგ მომენტიდან იწყება შენი განვითარება რა. როგორც კი გამოხვალ შიშის, სიზარმაცის, აი შიშის სიზარმაცე არის ძალიან ისე რა, გადაბმული ერთმანეთში რა და კომფორტი კიდე შიშის სიზარმაცე კომფორტი მოდი ეს დავარქვათ და ეს ჩავშალოთ რა ეხლა ძალიან საინტერესო რაღაცა არის ეს რომ წარმოიდგინე შენ როდესაც კომფორტში ხარ შენ გაქვს შიში რაღაც ცვლილებების ხო რომელიც გადაგდის სიზარმაცეში აი ეს გადაბმული ჯაჭვი არის რა, აი რაღაცა სტრანი ჯაჭვია, რომლიდანაც აუცილებლად უნდა გამოაძვრინო რა შენი თავი და შენი მოვალეობა, აი ჩათვალე რომ ესე შეხედე რომ შენი მოვალეობა არის ის რომ ყველა ვარიანტში გამოძვრე ამ მაინდსეტიდან სუწინ მიდიოდე. ნახე მე დღესაც ვსწავლობ MIT-ში. და ძალიან რთული გრაფიკი მაქვს, ვმუშაობ, ასე შემდეგ და ჩემ ოცნებას, ჩემ იდეას, აი რომელსაც სერიოზული კომპანია დავარქვით და ის რომ ჩვენ ონლაინ კურსს სტარტავთ 1 სექტემბერს, რომლის ფაუნდერი სრულად 100%-ით ვარ მე. აი ამას ვუთმობ დროს, ამაში ვდებ ენერგიას, რაღაც საქმეებს ვადელეგირებ, რაღაც საქმეებს მევაკეთებ, რაღაც საქმეებს ჩემი გუნდი აკეთებს. ანუ იმის თქვა მინდა რომ გაჩერება არ შეიძლება. არც ერთ საქმეში არ შეიძლება. ეს ჩემი ოცნება, ანუ აი კურსების შექმნა, მე მაქვს ძალიან დიდი ხანი რა, ძალიან ბევრი წელი და ვერასდროს ვერ გადავდგი ნაბიჯი რა, სულ მიჭირდა, აი ხალხი რას იფიქრებდა, როგორ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი, გამართლებული იქნებოდა თუ არა, იქნებ არ მოეწონოს ხალხს, გავყიდი კურსებს თუ არა. აქვე გეტყვით იმას, რომ 10 ივლისს ვებინარის დღეს უკვე გაიყიდა. უკვე ძალიან ბევრი გაიყიდა რა და ჩვენ კიდე უფრო მეტი გვინდა რომ ამ კურსს ესწრებოდეს, იმიტომ რომ მართლა მაგარი კურსი იქნება რა. ანუ ამით იმის თქვა მინდა რომ ნაბიჯი გადავდგით. შიში ყოველთვის იქნება რა, შიში რაღაც ცვლილების ყოველთვის იქნება, მაგრამ უნდა გადადგა. შენ თავში იპოვე რა ეს ძალა და გადადგი. შეიძლება შენი ეხლანდელი სამსახური გაკმაყოფილებს და ძალიან მაგარია რა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა opportunity-ები არ უნდა გატესტო. იქნებ ხარ იმ მდგომარეობაში, რომ შესაძლებლობაც გაქვს, რესურსიც, willingness-იც, შენ არსებულ სამსახურში ყველა ობიექტივი KPI ინიციატივა კარგად გაქვს, მაგრამ აი კიდე გაქვს რესურსი, რომ დაიმატო რაღაც საქმე რა. აი ამ შემთხვევაში ხო უნდა დაიწყო კიდე ჯობების პოვნა, იქნებ რამე part-time დაიმატო, იქნებ რამე პარალელურად დაიმატო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინ მიდიოდე რა. არასდროს, ჩემი რჩევაა, რომ არასდროს არ ჩავარდე იმ კონდიციაში, როცა უარს აცხადებ განვითარებაზე და ნახე ესე რომ შეხედო ეხა ყველა თქვენგანი იტყვის რომ ძალიან შაბლონურ რაღაცას ვიტყვი ეხა რომ ყოველთვის უნდა ვითარდებოდე და ყველა ადამიანი გეტყვის რომ კი ყოველთვის უნდა ვითარდებოდე, არ შეიძლება რომ არ ვითარდებოდე. მაგრამ რეალობა ესეთი არ არის რა. დაფიქრდით რა, ნახე, შენ შეიძლება ვითარდები კომპანიის დინამიკიდან გამომდინარე. ანუ კომპანია ვითარდება და ის გავითარებს შენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ პირადად ვითარდები. მიხვდი? ანუ ძალიან ბევრი ადამიანი ვინც იძახის, რომ ყოველთვის უნდა ვითარდებოდე, თუ არ ვითარდება. დაფიქრდით მაგაზე რა, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაფიქრდით ამაზე.
თქვენ თავზე უნდა იმუშაოთ, თქვენ თავში უნდა ჩადოთ, ფული უნდა ჩადოთ. ფულის გარეშე ძალიან ბევრი რაღაც არ გამოდის რა სამწუხაროდ. მე მქონია ისეთ кейსები, როდესაც თუნდაც Upwork-ზე ამიყვანია ჩემზე ბევრად გამოცდილი კონკრეტულ თემაში, რომელიც მეხმარებოდა კონკრეტული თემის გადაჭრაში, ტექნოლოგიურზე მაქვს რა საუბარი. იფიქრებდით, რომ ეხა ეგეთი რაღაც შესაძლებელია? ეხა უკვე შეგიძლიათ იფიქროთ. ანუ მე ჩემს კარიერაში ვდებდი ფულს. მე MIT-ში სწავლა მიჯდებოდა ძალიან ძვირი და დღესაც მიჯდება რა. მე ვდებ ამ ფულს. აქ მე კურსებიც მაქვს რაღაცეები შეძენილი. რაღაც კურსები მომეწონა, რაღაც არ მომეწონა, მაგრამ სულ ვცდილობდი განვითარებას და მაინც ისე ლაგდება, რომ ფული უნდა დახარჯო რა. თუ გინდა ხარისხიანი კონტენტი მიიღო და ხარისხიანად განვითარდე, ფული უნდა დახარჯო რა. აი კიდე ერთხელ ნახე, აქაც ხო იგივე მაგალითი ვთქვი მე, რომ ყველაფერი შენ შეგიძლია ხელით გააკეთო, ან შეგიძლია ფული გადაიხადო და სხვებმა გააკეთონ და შენ ის დრო დაუთმო შენ შვილებს, დაუთმო შენ ცოლს, ქმარს, თუ ვინც არის, რა მნიშვნელობა აქვს? ან წახვიდე პროსტ დაისვენო რა. წახვიდე სადმე დაისვენო და ამასობაში არ გააჩერო შენი კარიერის განვითარება, ვინმე დაიქირავე, რომ იმან აგზავნოს. სივები შენ მაგივრად. აი ეს არის რა ძალიან მნიშვნელოვანი. კაი, მოკლედ აქ კიდე აი უკვე გავდივარ რა, ვამთავრებ და ნუ ჯერ არ ვამთავრებ, მაგრამ ნუ მოკლედ რა. ეს არის რაღაც მონახაზი, მე და ჩემი გუნდი ვმუშაობთ ეს ტრამეზე, რომ აი ყველაფერი ახლა რაც მოგიყევით, დავუმეპეთ რაში, იცი რომ თუნდაც აი სხვა ტიპმა რატო უნდა აკეთოს რა ეს, როდესაც AI აგენტებით ყველაფერს აწყობა შემიძლია. ანუ ყველა ამ საიტიდან, აი აქ რომ აქ ნახე საიტები. აი ყველა ამ საიტზე შემიძლია მე ჯობები მოვძებნო. ყველა შემიძლია გავპარსო, job description-ები ამოვიღო, ჩემი internal ATS მქონდეს გაკეთებული, შევადარო ეს ჯობები, რამდენად ემთხვევა რა scoring-ი მაქვს ეს ყველაფერი გავაკეთო და ის ვქნა, გავაგზავნო CV-ები. ანუ რა გამოდის, რომ ვინმეს დაქირავებაც კი აღარ მიწევს, რომ კნოპკას დავაჭერ და იმას თუ 200-თან უნდა ეგზავნა, რამდენიც იქ 1000-თან გააგზავნის დღეში ეს. რამდენ ჯობსაც იპოვის, იმდენთან გააგზავნის. შეიძლება იმდენი საბოლოო ჯამში იმდენი ინტერვიუ ჩაგინიშნო, რომ პროსტა შენ დააუარო რა ხალხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ეხა მინდა გადავიდე პრემიუმ კურსზე, რომელიც მართლა 10 ივლისს გაიყიდა. იმ დღესვე, ვებინარის დღესვე გაიყიდა რა და პირველ რიგში ბოდიში იმ ხალხს მინდა მადლობა მოუხადო, ვინც საკუთარი თავის განვითარებისთვის გადადგა ეს ნაბიჯი რა, ვინც დაინახა და მიხვდა სინამდვილეში რა values მომტანები ვიქნებით ჩვენ სექტემბერში. ნახე, ჩემი აზრით ეხა ძალიან ღირებული ინფორმაცია მოგეცით უფასოდ. წარმოიდგინეთ პრემიუმ კურსში რა დატაზე იქნება საუბარი რა. იქ იქნება განხილული ძალიან სერიოზული თემები. ეს კურსი იქნება 8 შეხვედრა 16 საათი. რაც სავსებით საკმარისი არის რა. დათვლილი და გათვლილი გვაქვს ყველაფერი და სექტემბერი იმიტომ არის აღებული, რომ ამ კურსზე ეს არ იქნება უბრალოდ რაღაც Zoom-ის call-ი, სტუდიიდან ჩავერთვებით რა ჩვენ და ნუ კი ონლაინ იქნება, მაგრამ რაღაც მომენტში მე შეიძლება შეხვედრებიც მოგვიწიოს რა. ამ კურსის ღირებულება არ არის იაფი და ეს კურსი არ ღირს იაფი რა. თუმცა ის ცოდნა და ის გამოცდილება, რომელსაც მე ვაზიარებ, ესეც არ წერია ინტერნეტში. და აქედან გამომდინარე, ხალხი ვინც იხდის, ის აუცილებლად commitments რო აიღებს, დებს იმ შრომასაც, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომელსაც ჩვენ ვასწავლით, რომ რეალურად წარმატებას მიაღწიონ. ჩვენ გვჭირდება ჩვენს კურსზე ისეთი ხალხი, ვინც ორიენტირებული არის განვითარებაზე. ვინც მზად არის, რომ გადადგას უკვე ის შანსები და შესაძლებლობები და ნაბიჯები, რომელიც ძალიან წინ წაწევს. მოკლედ გავაგრძელოთ ამ პრემიუმ კურსზე საუბარი, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველასთვის ზუსტად გქონდეთ ინფორმაცია, რას ყიდით და ნუ თქვენ თვითონ დაფიქრდით, ხართ თუ არა იმ პოზიციაში, რომ გჭირდებათ ეს თუ არა. იქნება კატეგორია ხალხის, ვისაც ჯერ და ვინც არ არის ჯერ ამ ყველაფრისთვის მზად, მაგრამ ასევე აი როგორც გითხარით, უკვე გამოჩნდა ისეთი ხალხი, ვინც იყიდა ეს და
ჩვენ ვებინარზე 10 ივლისს დავაანონსეთ, რომ პირველი 10 ადამიანი, ვინც იყიდდა ამ კურსს, გადაეცემოდა მათ საჩუქრად 1 საათიანი live სესია ჩემთან. ეს პრეზენტაციაშიც იქნება აქ, რომლის კარიერა სრულად დაუთმობდით, იმას რა ქვია, ყურადღებას, მე და ჩემი გუნდი და 1 საათის განმავლობაში გავივლიდით ზუსტად იმ თავის CVs, LinkedIn პროფილს, ყველაფერს, job search-ის რაღაც პარამეტრებს, ალგორითმებს ასე შემდეგ, მაგ ყველაფერზე უფრო დეტალურად ჩემი გუნდი დაუთმობს ყურადღებას. ჩვენ უკვე გავყიდეთ 10 ადგილზე მეტი, ანუ ეს აქცია, ასე ვთქვათ, უკვე დამთავრებულია, თუმცა დღესაც გვაქვს რაღაც სხვა აქცია და ამის შესახებ შემოგთავაზებთ და გეტყვით. მოკლედ, ჩვენი კურსის მთელი შინაარსი მდგომარეობს რაში? ჩვენ არ ვასწავლით tech skill-ებს, ანუ ჩვენ აქ არ გასწავლით არქიტექტურას და არ ვსაუბრობთ რაღაც Swift-ზე ან Node.js-ზე ან ასე შემდეგ. ჩვენ ვსაუბრობთ იმ თემებზე, რომელზეც პრინციპში არავინ არ ლაპარაკობს რა და ამაზე ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით სადმე კონსოლიდირებულად ინფორმაციას. ამ კურსის შექმნაში მე მეხმარებოდნენ ჩემი მეგობარი უკვე, მანამდე ლექტორები MIT-ში, თუმცა უკვე მეგობრები და რამდენიმე მოდულში მათაც მიიღეს მონაწილეობა მის კონტენტის შექმნაში რა. ანუ ამ კურსში ძალიან დიდი ენერგია და შრომა არის ჩადებული და აი ახლა გეტყვით რას ვასწავლით, რის სწავლას ვიწყებთ სექტემბერში რა. პირველ რიგში მოდი გეტყვით, რომ აი ამ QR-ს თუ დაასკანერებთ, თქვენ მოხვდებით აი ამ page-ზე, ეს არის ჩვენი საიტი. საიტი სრულად ინგლისურ ენაზე არის და იმიტომ არის ინგლისურ ენაზე, რომ ალბათ ხვდებით, რომ საბოლოო ჯამში, სექტემბერში არა, სექტემბრის შემდეგ უკვე გლობალურ ბაზარზეც ვიწყებთ გასვლას და პირდაპირ გვინდა, რომ ნებისმიერი tech სფეროს წარმომადგენელი კარგად ერკვევა და კითხულობს და ლაპარაკობს ინგლისურად და აქედან გამომდინარე პრობლემას ვერ ვხედავთ, რომ ინგლისურად იყოს. დღეს არის 12 ივლისი, დღეს ვწერთ ამას და 14 ივლისის ჩათვლით გვაქვს აქცია, 2500 ლარის ნაცვლად 2000 ლარი ღირს ჩვენი კურსი. შესაბამისად, ვინც დაინტერესებული ხართ, 2 დღე და აი აქ ზემოთ წერია რამდენ ხანში თავდება სეილი და buy it now შეგიძლიათ დააჭიროთ და იყიდოთ ეს კურსი. ამასობაში მე გავაგრძელებ რას გთავაზობთ ამ კურსში რა. ესე იგი, ჩვენ ვისაუბრებთ როგორ შექმნათ თქვენი პირადი ბრენდი. როგორ იყოთ, აი ლევან მამულაშვილი როგორც ბრენდი tech სფეროში. ლევან მამულაშვილს, კონკრეტულად ლევან მამულაშვილს რაღაც სახელი აქვს, ხო, tech სფეროში. როგორ უნდა გქონდეთ თქვენც სახელი. ჩვენ ვიმუშავებთ იმ ტექნიკებზე, ტაქტიკებზე, იმ სტრატეგიაზე, როგორ უნდა გამოჩნდეთ tech radarზე და როგორ უნდა გამჩნევდნენ რეკრუიტერები, როგორ უნდა იწევდეს თქვენი საბაზრო ღირებულება. აი სპორტში ხო, მაგალითად ფეხბურთი რო ავიღოთ, ყველას ხო რაღაცა თავის ფასი აქვს. მაგალითად აი ხვიჩა რაღაც X თანხა ღირს, იქ მიქაუტაძე კიდე რაღაც Y თანხა ღირს. ანუ ანალოგიურად არის ის, რომ ჩვენი ხელფასი ვიღაც 10000 ლარზე მუშაობს, ვიღაც 30000 ლარზე მუშაობს რა. და ეს ყველაფერი გამოწვეული არის საიდან? თქვენი ცოდნიდან, თუმცა არა მარტო ცოდნიდან. როგორ არის თქვენი ბრენდი, ანუ თქვენ როგორ პოზიციონირდებით tech სფეროში. ჩვენ ვისაუბრებთ რეალურად ხელფასებზე. ვისაუბრებთ რა ხელფასის შანსი გაქვთ. ანუ ჩვენ კურსზე საბოლოო ჯამში ვინც შეიძენს და აი უკვე სექტემბრისთვის რო დავიწყებთ, გაანალიზდება კონკრეტულად რა როლების და რა პროფესიის ხალხმა შეიძინა ეს კურსი და ყველაზე მორგებული იქნება ჩვენი ბლუპრინტი, ანუ ამ ბლუპრინტში დაფარული იქნება რეალურად თქვენზე მორგებული სტატისტიკები და თქვენზე მორგებული ფაქტები. ეს კურსი არ წარმოადგენს ჭკუის სწავლებას ვინმესთვის. ეს კურსი წარმოადგენს ფაქტების კონსტატაციას. ანუ ჩვენ მოვყვებით ყველა იმ ფაქტს, რეალურ case studies, რეალურ ისტორიებს, რეალურ სტრატეგიებს, რომელიც მუშაობს, რომელიც 100%-ით მუშაობს რა. და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გამოიყენოთ როგორც
ეს ყველაფერი ასევე გექნებათ შესაძლებლობა დახვეწოთ და თქვენეული ვერსია შექმნათ ამისი რა. ჩვენ ვიქნებით ბიძგი. როგორც მე ვიყავი დღეს თქვენთვის ბიძგი, რომ თუნდაც აი job search-ი დაიწყოთ, Upwork-ზე დაიქირავოთ ვინმე დამხმარე და ასე შემდეგ, ზუსტად იგივეს შეძლებთ აი ამ კურსის ბოლოს, რომ ჯერ ერთი საერთოდ სხვა level-ზე გადახვალთ და ისეთ თემებს დავფარავთ, რომელიც როგორ თქვა ეს ფართო მასისთვის არც ღირს რომ მოვყვეთ, იმიტომ რომ იქ იქნება ეთიკური ტაქტიკები რაღაცეების, იქ პარალელურ სამსახურებზე იქნება კონტრაქტების განხილვა, იქნება რომელ ქვეყანაში რომელი კონტრაქტია საჭირო, ღირს თუ არა გადაცხოვრება რომელიმე ქვეყანაში, კონკრეტული მიზნის მისაღწევად და ასე შემდეგ. ანუ საბოლოო ჯამში ძალიან high level-ზე რომ შევაფასოთ, ეს კურსი არის ტექ პროფესიონალებისთვის, რომლებსაც ჭირდებათ, რომ მაქსიმუმამდე გაზარდონ თავიანთი შემოსავლები. მაქსიმუმამდე აიყვანონ მათი ხელფასები და შემდეგ ამ ხელფასების ინვესტირება მოახდინონ ისე, რომ სადღაც უკვე აი რაღაც X ასაკში მიაღწიონ financial freedoms, რასაც ეძახიან რა, როდესაც შენ უკვე არავიზე აღარ მუშაობ, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შენ არავიზე აღარ მუშაობ, შენ გაქვს ისეთი ინვესტიციები, თუნდაც აქ ეხა მარტო არ ვსაუბრობ ჩვენ სტოკებზე რა და სწორად გამიგეთ, აქ არ იქნება აქ რამდენიმე ETF-ს და S&P 500-ს და ასე შემდეგ შევეხებით, თუმცა აქ არის უფრო ისეთ უძრავ ქონებებზე იქნება საუბარი, რეალური ფაქტები, პრაქტიკები, მოძრავი ქონება, ასე შემდეგ რა, მოკლედ ძალიან ისეთი სერიოზული თემები იქნება, რომელიც ფულის მომტანია რეალურად თქვენთვის და რომელიც შეიძლება ეხა გგონიათ, რომ მიუღწეველია ან შეუძლებელია რომ გააკეთოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ გატესტავთ, ნახავთ, რომ დროთა განმავლობაში აგენერირებს ფულს და აგენერირებს სტაბილურად. ჩვენ ასევე გავივლით თემებს, ერთ-ერთი თემის სახელი არის from developer to a leader და ამაში მიიღეს ზუსტად მონაწილეობა MIT-ის ორმა ლექტორმა რა. MIT-ს ძალიან ცნობილი ესეთი leadership-ის კურსი აქვს და იქიდან ჩვენზე მორგებული, ჩემ კურსზე მორგებული და ჩვენზე ორიენტირებული თემა არის, ეს არის რეალურად mindset-ზე. ეს არის leadership-ის mindset-ზე. ანუ developer-დან რაღაც CTO-მდე გზას კი არ განვიხილავთ, ჩვენ განვიხილავთ. შენ რო დღეს developer-ი ხარ, შენ შეიძლება, არ ვიცი, 10 წლის მერეც okay იყო, რომ developer-ი იყო რა. უბრალოდ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ mindset-ი უნდა იყოს შენი შეცვლილი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ჩვენ ვეცდებით, რომ შევცვალოთ შენი mindset-ი, რომ შენ სტრატეგიულად ფიქრობდე ისე როგორც ლიდერი და შენ თუ შეძლებ რომ იფიქრო როგორც ლიდერი, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ზუსტად მიხვდები რა, ზუსტად გეცოდინება შენი უფროსები, ლიდერები რას ფიქრობენ და დაიწყებ რაღაც მომენტებში მათზე მორგებას, იმის დადილივერებას, რაც მათ უნდათ, იმის ხედვას, რაც მათ ჭირდებათ. გავივლით ისეთ ტექნიკებს, აი მაგალითად, რატო არის მნიშვნელოვანი, რომ შენ უფროსს არასდროს არ უნდა აჯობო და რატო არ უნდა ბრწყინავდე შენ, როდესაც შენ ყავს ვიღაც უფროსი და რატომ უნდა აბრწყინო ბრჭყალებში შენი უფროსიც. გავივლით ძალიან ისეთ ფსიქოლოგიურ თემებს, რომელიც მართლა მუშაობს რა, რომელიც მე პრაქტიკაში დავაგროვე, მინახავს ძალიან ბევრ დირექტორატზე, მინახავს ინვესტორებთან შეხვედრაზე და ასე შემდეგ. ეს იქნება რეალური case study-ები, რეალური მაგალითები, რომელიც რა თქმა უნდა დარჩეს თქვენთან და ამაზე საჯაროდ საუბარი არ შეიძლება, თუმცა ეს კონტენტი დაგრჩევათ თქვენ და იქნება თქვენთვის. შემდეგი ორი უკვე არის ჯამურად რა, ეს კურსი არის, თუნდაც ესე დავარქვათ რა, როგორ ვიშოვოთ მილიონები ტექ სფეროში. ანუ ამ კურსს, რომელიც სილაბუსიც ჯერ კიდევ მუშავდება და კიდევ დაემატება ამას რაღაცეები, შინაარსობრივად მაინც ის არის, რომ როგორ ვიშოვოთ მილიონები ტექ სფეროში. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ არ ვსაუბრობთ 10,000 ლარიან ხელფასებზე ან 5,000 ლარიან ხელფასებზე. შენ შეიძლება 10,000 ლარიანი ხელფასი გქონდეს, მაგრამ იმ სტრატეგიებით, რასაც ჩვენ მოვყვებით 5 წელიწადში, 6 წელიწადში რამდენიმე მილიონი იყოს ლიკვიდური შენ ანგარიშზე.
აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა და მე იმიტომ ვცდილობ რომ აი ეს ბოლომდე მოვიტანო რა ეს ინფორმაცია რომ კი შეიძლება კურსი აი როგორც ნახეთ რა 14 ივლისის ჩათვლით კურსის ფასი იქნება 2000 ლარი 14-ის შემდეგ უკვე 2500 ლარი გახდება, თუმცა ასევე დაგვემატება განვადება და ნუ ვისაც შეძენა მოგინდებათ, ნუ დღესაც თუ ვინმეს გინდათ შეძენა განვადებით, Slack-ში პირდაპირ მომწერეთ. Slack-ში როგორც იცით, ჩვენ channel-ი არის, channel-ი არა workspace-ი არის და ნუ იქ პირადად მე შეგიძლიათ მომწეროთ და ნუ რაღაც პირობებზე შევთანხმდებით. თუმცა ფასი იქნება 2500 ლარი და იმიტომ ყვები მე ამ ინფორმაციას, რომ პირველ რიგში არ გამოგრჩეთ, მაგრამ ასევე კარგად განსაზღვრეთ, არის თუ არა ეს კურსი თქვენთვის რა. ყველასთვის არ იქნება ეს კურსი. ეს არ არის იმ ხალხისთვის, ვინც overnight success ელოდება. და ელოდება, რომ აი ძალიან ბევრსი შოვის მეორე მესამე დღეს რა, არა, ჩვენ ჯადოქრობებზე და ჯადოსნურ რაღაცებზე არ ვილაპარაკებთ რა, ჩვენ ვილაპარაკებთ რეალურად რაც მუშაობს იმაზე. და რეალური ფული და რეალური შემოსავალი კეთდება ცოტა ნელა და სტრატეგიულად. თუმცა ეს არის უტყუარი გზა. აი ამაზე იქნება სრულად ჩვენი კურსი. როგორ ვიშოვოთ მილიონები ჩვენ სფეროში ისე, რომ არ წამოვიდეთ სამსახურიდან, პირიქით დავიმატოთ სამსახურები და არ ვიფიქროთ აი ბიზნესების შექმნაზე და იმაში ფულის ჩადება, ამაში ფულის ჩადება, იმიტომ რომ მოგიყვებით ჩემ რეალურ ისტორიებს, როგორ მქონდა რესტორანი, როგორ ვიყავი ჩართული სხვადასხვა ბიზნესებში და ასევე მოგიყვებით იმ ჩემ ბიზნესებზე, რომელიც დღესაც მაქვს და უკვე 4 წელია მაქვს, რომელიც აი ზუსტად ამ სქემებით და პრინციპებით შევქმნით და მუშაობს. და ზუსტად ის ცოდნა, რაც მე ტექნოლოგიებში მაქვს და ლიდერშიპში, რომ აი ზუსტად ეს ცოდნა, დელეგირება, კონტროლის მექანიზმები გამოგვადგა. აი ამაზე იქნება ეს კურსი. შემდეგ სლაიდზე გვაქვს ესეთი რაღაც რა. ეს QR-ი კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ არის ის, რა ქვია, რომ დაასკანირებთ, ნუ გადმოხვალთ აი ამ page-ზე გადმოხვალთ რა და ნუ მოკლედ შეძლებთ. ამ page-ზე კიდე მნიშვნელოვანი რა არის, იცი, მე mail-ზე სულ ვიწერები რა. ჩვენ SMS-ების შესაძლებლობაც გვაქვს, მაგრამ ნუ მე პირადად SMS-ები მაღიზიანებს ხოლმე და ვცდილობ, რომ არც არავის არ გაუგზავნო რა მესიჯები. ამიტომ ის არის, რა ქვია, mail-თან იყავით ყურადღებით რა, იმიტომ რომ ჩვენ mail-ზე ვიწერებით და ნუ თუ გინდათ რომ არ გამოგრჩეთ, აი ეს data ყველაფერი იქნება mail-ში რა. და ნუ ეს საიტიც დაიმახსოვრთ, ეს საიტი არის a serious company. ჩვენ ძალიან სერიოზულ საქმეს ვაკეთებთ, უბრალოდ ძალიან არასერიოზული სახელი ქვია ჩემს კომპანიას და ამ სახელის შინაარსიც აი სერიოზული კომპანია მოდის საიდან რა, იუმორიდან და რეალურად იმ ტიპაჟიდან ვინც ვარ მე და არავითარ შემთხვევაში მე არ მინდა რომ დაკარგოს ჩემმა კომპანიამ, რომელშიც ძალიან სერიოზული საბოლოო ჯამში ეს კომპანია გარდაიქმნება ძალიან სერიოზულ education სისტემად რა. არ მინდა რომ დაკარგული იყოს ის ჩემი ხედვა, პრინციპები, იუმორი. აი ეს არ მინდა რომ დაკარგული იყოს რა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც ძალიან მადგებოდა მე კარიერაში. აქედან გამომდინარე, ნუ დავარქვით ძალიან სერიოზული კომპანია. გავაგრძელოთ, აქ არის ნუ ეს არის ზუსტად ის სლაიდები, რაც 10 ივლისს იყო რა და ზუსტად ამ სლაიდიდან შემდეგზე რომ გადავედი, მაგ დროს გაიყიდა 2 ცალი. და მე დანარჩენი მიეწია უკვე რა. ესე იგი, აქ გვაქვს ესეთი სიტუაცია, რომ კიდე ერთხელ რა, სექტემბერში გაიყიდება ეს კურსი. აქ დასწრება ეს რაღაცა 100 და 1000 კაც ვერ დაესწრება ამ კურსს, იქნება საკმაოდ რაღაც შეზღუდული რაოდენობის, რომ ყველასთან შეუძლოთ ყურადღების დათმობა. რეგულარული ფასი, როგორც მე ვახსენე, არის 2500 ლარი. ეს until midnight ეს კიდე ერთხელ რა 10 ივლისის პრეზენტაცია. ვიმეორებ, რომ 14 ივლისის ჩათვლით ღამე 14 ივლისამდე ფასი არის 2000 ლარი. ოფერი მთავრდება
აქ 10 წერია, მაგრამ კიდე ერთხელ 14 ივლისი. 14 ივლისამდე იქნება ის ფასი 2000 ლარი და მე უკვე 2500 იქნება და ნებისმიერ შეგიძლიათ უკვე 2500 რო გახდება განვადებაც გამოიყენოთ რა, იმიტომ რომ არ გვინდა რომ ფული იყოს შემოფერხებელი ფაქტორი ახლა ამ შემთხვევაში ჩვენთვის რა. შემდეგი არის ბონუს ოფერი. ბონუს ოფერი, რომელსაც გთავაზობთ, აი ნახე, ეს ვთქვი რა, პირველი 10 როცა შეიძენს თქო და ნუ ეს რეალობა უკვე მოხდა რომ 10-მა შეიძინა, მაგრამ გავაგრძელებთ ამას რა. ეხლა ვერ გეტყვით პირველ ჯამურად 20-ს თუ 15-ს მივეხმარებით აი ამ კონკრეტული იმით, რომ 1 საათიანი სტრატეგიული call-ი გვექნება, სადაც განვიხილავთ მისი job search plans, international career goals და ასე შემდეგ. თუმცა ნუ აი რო იყიდით იყავით რა თან ჩემთან ხაზე მომწერეთ ხოლმე რა ძალიან ბევრმა ვინც იყიდა არ მოუწერია და მე ჩვენ დავეკონტაქტეთ რომ რაღაცა ინფოები მიგვეწოდებინა რა და რო იყიდით პირდაპირ მომწერეთ Slack-ში რა რომ მოხვდით თუ არა იმ 10-ეულში 15-ეულში თუ რაც არის რა და ნუ ეგრევე გეტყვით მე მაგ ინფორმაციას და ნუ თქვენს up to date იქნებით რა ეხლა რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ძალიან მომწონს რა იმიტომ რომ ეხა ვაკეთებთ ამას და კიდე ერთხელ ამაზე წეგან სხვა სლაიდებში ვილაპარაკე და ნახე მთელი ეს ვებინარი რაც მოვყევი ეს არის რომ CV-ს გამართვა, ATS ჩეკერების გავლა, კიდე მოვყევით რომ იქ Upwork-ზე ხალხის აყვანა, CV-ების მორგება ასე შემდეგ იდეა დაიბადა რომ რატო არ შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაკეთოთ AI აგენტებით, ხო? რეალურად შეგვიძლია. და ზუსტად ამ AI აგენტებზე დავიწყეთ მუშაობა, რომელიც სექტემბრისთვის უკვე მზად იქნება რა 100%-ით, რომელიც იზავს აქ დასამალი არაფერი არ არის, ვიღაცას თუ მოუნდება, აი მე არქიტექტურულად გეტყვით რა იქნება საჭირო და თქვენ თვითონ ჩვენ გარეშე შეგიძლიათ გააკეთოთ რა ეს და უკვე დღესვე დაიწყოთ ამის გამოყენება. ცოტა რთულია, მაგრამ ოკეია რა. მოკლედ ყველა საიტს ავიღებთ, დაახლოებით 5-6 საიტს ავიღებთ, სადაც ჯობები იდება ხოლმე. ამ ჯობებს RSS feed-ად ვაქცევთ, გავპარსავთ, არსებობს ბევრი სკრაპერი და VPS-ზე ჩვენ სკრაპერები იქნება გაშვებული. წამოვიღებთ ამ დატას, შევადარებთ რომელი job description-ები ადგება ჩვენ კრიტერიუმებს, რა კრიტერიუმებს ჩვენ გვაქვს, რითიც გვინდა რომ მოვძებნოთ რაღაც სამსახურები. მე შევადარებთ job description-თან მიმართებაში რამდენად კარგად არის ჩვენი CV მორგებული, თუ არ არის მორგებული, keyword-ების მიხედვით AI მოდელით გადავაწყობთ ამ CV-ს და ეს ნახე წამებში ხდება, ხო? ეხლა ნახე სად მივალთ, წამებში გადააწყობს ამ ყველაფერს. მე რო აი აქ გაჩვენეთ თქვენ აი ეს ტრეკერი. აი ამაში ინფორმაციას შემოიტანს ავტომატურად რა, იმიტომ რომ გაპარსავს იმ job description-ს ყველაფერს, მოარგებს და გააგზავნის. და გააგზავნით, ანუ apply-ს გააკეთებს უკვე ამ ჯობზე რა. ძალიან ბევრი მოდული იქნება ამ AI აგენტში, იმიტომ რომ ნუ მარტივად მოვყევი, მაგრამ ნახე აი რომ დაიწყებთ რა თქვენ თვითონ მაგაზე თქვენი twins გააკეთებთ ხელით, ნუ აი ნახავთ რა, ძალიან საწვალებელი და ბევრი თემა არის რა. ჩვენ რასაც გავამზადებთ, ამას ნუ ვინც იყიდა, იმას პირდაპირ საჩუქრად გადავცემთ და პროსტა runs დააჭერენ და თავისით მიხედავს ყველაფერს რა, VPS-ზე იქნება გაშვებული პირდაპირ. ხო და მთელი შინაარსი რაში მდგომარეობს რა რომ აი Upwork-ზე შენ თუ რეალურად ადამიანი აგზავნის იქ თავის შენ CV-ებს და შენ მაგივრად რაღაცებს წვალობს იმასაც ხო ხა ლიმიტირებული ადამიანური რესურსი აქვს რა და AI-ს არ აქვს ლიმიტირებული რესურსი ანუ რამდენი ჯობიც შეხვდება ეგრევე apply-ს გააკეთებს რა აი ეგ არის საინტერესო და აი ეს job hunting automations ვეძახი ამას მათ ვინც იყიდის ამ კურსს გადმოეცემა რეალურად საჩუქრად. აქ კი წერია რომ this bonus expires tonight, მაგრამ არა, ეს პრინციპში ამას ვტოვებთ რა, ვინც იყიდის ყველა საჩუქრად მივცემთ რა. და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი თემა, სერტიფიცირება. ნახეთ ჩვენ კომპანიაში ამ კურსის შექმნას დაიხარჯა ძალიან დიდი დრო. ძალიან დიდი ენერგია და ძალიან დიდი ცოდნა. რომ მომზადებულიყავი მე და მზად ვყოფილიყავი ამ კურსისთვის, მე დამჭირდა დაახლოებით 11 წელი ჩემი კარიერის. ძალიან დიდი ენერგია, შრომა, რესურსი, ფული, ინვესტიცია მაქვს გაკეთებული იმაში, რაც მე მომაქვს ახლა თქვენამდე. და მინდოდა რომ
როგორც თქვენი შრომა, ვინც კურსს ჩახურავს სექტემბერში, ასევე ჩვენი შრომა დაფასებული ყოფილიყო რა. დაფასებული ყოფილიყო სერტიფიცირებით და თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი კურსი საქართველოში, სახელებს ახლა ვერ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ მაინც არ იქნება სწორი რა, მაგრამ სასწავლო ცენტრები, ჩვენ ახლა აკადემიურ მეებზე ტექნიკურ უნივერსიტეტზე და იმაზე არ ვსაუბრობთ რა, ვსაუბრობთ პროგრამირებას ვინც ასწავლის ეს კურსები და ისინი რო არის, ყველას უმეტესად ყველა არიგებს სერტიფიკატს, რომელიც არის გაცემული იუსტიციის სახლში. პრობლემა კი არ მაქვს იუსტიციის სახლთან, მაგრამ ჩვენ გვინდოდა უფრო მეტი რა. ჩვენ გვინდოდა უბრალოდ ფურცელი არ გვინდოდა. ჩვენ გვინდოდა რეალურად სერტიფიკატი, რომელიც უცხოეთის წამყვან კომპანიებში აღიარებულია. და დავიწყეთ და ავარჩიეთ რეალურად მოლაპარაკება. აქ არის სახელი იმ კომპანიასთან, რომელიც რეალურად თანამშრომლობს MIT-სთან, Harvard-თან, Berkeley-ის უნივერსიტეტთან, ანუ გამიზნულად დავწერეთ აქ Harvard-ი, MIT და Berkeley, ესენი კიდე ასობით კომპანიასთან თანამშრომლობენ, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მაინც ეს აკადემიური ინსტიტუტები რაც არის რა, მოკლედ რა, Massachusetts ტექნოლოგიური ინსტიტუტი მაგალითად. იმიტომ რომ ფაქტიურად ნახეთ, აქ გაჩვენებთ ახლა ეს რაღაც რა, ეს არის ერთ-ერთი ჩემი MIT-ის კურსის სერტიფიკატი რა, რომელიც არის Leadership and Innovation. რომელშიც რაღაც 68 საათი მაქვს დახარჯული, რომლის ლექტორიც იყო David Ninio, ეს არის უკვე executive director-ი ამ პროგრამის, მოკლედ ასე შემდეგ რა. ეს არის MIT-ის სერტიფიკატი. და გაცემულია MIT-ის მიერ, ქვია Leadership and Innovation, რომელიც არის blockchain approved. რომელიც იძებნება ყველგან, რომელიც აღიარებული არის მსოფლიოს, ძალიან ბევრი რა, აქ ხო წერია ვინც და კიდე ამაზე მეტი არის კომპანიების მიერ. და ეს არის ჩემი ყველა credential, რაც მაქვს, ანუ სერტიფიკატები MIT-დან და ახლა დიპლომი და ის უკვე ფიზიკური სახით არის რა და ესენი არის online სახით. ნახე, აქ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ გაძლევთ, ესე იგი ამ კომპანიის მიერ დაგენერირებულ სერტიფიკატს, რომელიც გაიცემა იმ ხალხზე, ვინც ჩახურავს ჩვენს კურსს, რომლის დადებაც არ ვიცი, LinkedIn-ზეც შეგიძლიათ, CV-შიც შეგიძლიათ და unique ID-ები უკვე blockchain-შიც გაწერილი იქნება. რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომელიც globally recognized და accepted by top institutions and employers არის რა. კიდე ერთხელ აქ არ მინდა რომ გეგონოთ რომ ჩვენი კურსი ჩანაცვლება არის კლასიკური განათლების რა, არა. და არანაირი შეურაცხყოფა არ მინდა მივაყენო არც MIT-ის, Harvard-ს, Stanford-ს და ასე შემდეგ, ძალიან მაგარ საქმეს აკეთებენ, ხო ხვდებით რამ ხელა საქმეს აკეთებენ ისინი. ჩემი კურსი არ არის მათი ჩანაცვლება და მათი კურსების ჩანაცვლება, თუმცა ჩემი კურსი არის battle tested framework-ი, რომელიც ჩემი კარიერის მანძილზე მაქვს მე ნანახი, ნასწავლი და ასევე მასში ერთიანდება ის ცოდნა, რაც მიღებული მაქვს მე MIT-ში. MIT-ში იყო ისეთი რაღაცები, რაც თქვენ ესე არ გამოგადგებათ რა და შეიძლება მეც არ გამომადგეს. თუმცა ის, რაც ნამდვილად მუშაობს, ის, რაც ნამდვილად მჭირდება და რაც მართლა მუშაობს, გაერთიანებული არის ჩემ კურსში. ანუ კიდე ერთხელ ჩემი კურსი არ არის შემცვლელი კლასიკური განათლების. ჩემი კურსი არის უბრალოდ 8 გაკვეთილი, რომელშიც იქნება 16 საათი, სადაც გადმოტანილი იქნება მხოლოდ ის მნიშვნელოვანი ტოპიკები, რომელზეც თქვენ უნდა დაჯდეთ, შემდეგ იფიქროთ თქვენი ვარიაციები და ვარიანტები შექმნათ და გამოიყენოთ უკვე მეორე დღიდან, პირველი ლექცია ხო ჩატარდება, მეორე დღიდან ეს თემები უნდა დაიწყოთ. უკვე უნდა დაიწყოთ რაღაცეების ტესტირება და რეზულტატი იქნება გარანტირებული. რეზულტატი იქნება 100%-იანი. მოკლედ, სულ ეს იყო, ეს როგორც გითხარით, ახლა წინა ვებინარის სლაიდი იყო და Q&A-ც გქონდა, გავეცით კითხვებზე პასუხი, შეიძლება ინდივიდუალურად ვიღაც იწერდა ამ ვიდეოებს, თუ დაგაინტერესებთ, იქაც სადღაც წააწყდებით მაგ კითხვებზე პასუხს, მაგრამ მე ვეცადე რომ ისინიც გამეერთიანებინა ახლა აქ და
რეალურად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში დიდი მადლობა ვებინარზე დასწრებისთვის, იმიტომ რომ კიდე ერთხელ 350-მდე ადამიანი ესწრებოდა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, რაც ჩვენი community-ისთვის, არა მარტო ჩემი კომპანიისთვის, არამედ ჯამურად საქართველოს tech სფეროსთვის უკვე ძალიან დიდი წინსვლა არის და ძალიან ბევრი ხალხი აკეთებს უკვე ისეთ საქმეს, რომელიც პრინციპში ძალიან დასაფასებელი არის და ძალიან წინ წამოწევს ქართულ ტექს სოფლიო რუკაზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ხალხს, ვინც ასევე შეიძინა ჩვენი კურსი. მადლობა ნდობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ თავის თავში იპოვეს ძალა, რომ შეცვალონ რაღაცები. გემშვიდობებით, შევხვდებით სექტემბერში.